მე თუ წავედი და მოვკალი ბაბუა ჩემი, ადამიანური ურთიერთობები გაქრება საერთოდ. თუ ერთი რომელიღაცა ჩამოდიოდა ადამიანთან, ის ეგრევე კვდებოდა. თელ დედამიწაზე დრონები დაფრინავდნენ, ცაში რეკლამები გქონდეს. მთელი მუღამი ეგ რომ ადამიანი აღარ არის. ტიტულარი ყველა სიმღერა, ფილმი, დალევაზე, სოლის მოყვანაზე, ქორწილზე. რაღაცა რომ გინდა, აი მე გარი მუღამი. წარმოიდგინე წახვედი სვანეთში რა. ვიღაც სვანი ჩამოვა და გეტყვის AI-ზე რა ხდება? შენ თუ არ ყავს ადამიანები, ვინც ოცნებობენ მომავალზე, შენ არ ყავს ადამიანი, ვინც ამ მომავალს ქმნის. მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით შემდეგი ეპიზოდით და დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, დათო სამნიაშვილი, Nextonjis რედაქტორი, სამეცნიერო ჟურნალისტი და ასევე ძალიან საინტერესო რაც არის ჩემთვის, იმიტომ საქართველოში ცოტა ეგეთი მიმართულება რაღაც იშვიათი არის. სამეცნიერო ფანტასტიკის მიმართულებით წერალი. როგორც ვიცი მე-13 წიგნზე ვუშაობ უკვე, ამაზეც შეგვიძლია რაღაც ნაწილში შევეხოთ, მაგრამ მინდა თავიდან დავიწყოთ. ზოგადად აი სამეცნიერო მიმართულებით რა ასაკიდან როდის დაინტერესდი? მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში შენი ინტერვიუ ამ მიმართულებით ვცლად. და ეხლა რა ვიცი, გვექნება საშუალება რომ პოდკასტში შენი ეს რაღაცა ყოველდღიურობა ფაქტობრივად, ჰობით საქმიანობას და ამავდროულად გავშალოთ. კარგად. პირველში მადლობა მოკლედ როგორ სტუმრა. პირიქით, მადლობა შენ რომ დამიძახე, რაღაც შენ გავი ჩვენთან ეხა და ეხა მე შენთან ვარ და მოკლედ რაღაცა თანამშრომლობ ხო ამ ხდება. ერთი წლის თავზე წავსაუბრობთ, რაღაცა თითქმის ერთი წლის თავზე. მაშინ იყო ეს რობოტების ბეთლი იყო და მაშინ ჩავწერეთ მახსოვს ჩვენთან. ხო და რაც შეეხება ჩემ დაინტერესებას მეცნიერების მიმართულებით, ხო ცოტა ის არის რა, უცნაური ისტორია არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ ყოველთვის ძალიან შორს ვიყავი რა, ის საერთოდ და განათლებითაც საერთოდ სხვა მიმართულებით ვსწავლობდი და რაღაც ეტაპზე უცებ ბავშვობაში ვწერდი. ანუ პატარა ხო მოთხრობებს წერდი სულ. ხო და რა თქმა უნდა ფანტასტიკი შეესე რა თქმა უნდა არ ვწერდი, просто რაღაცები მომიდოდა და ვწერდი ამ მოთხრობებს და მე დავივიწყე ეს ყველაფერი, საკმაოდ მოსაწყენი ადამიანი ვიყავი. ეს ეხლანდელი გადმოსახედნა ესე უყურებ ჩემ თავს ამ ჩემ თინეიჯერობას და შემდეგ ცოტა რაღაც პერიოდს და აი მე უცებ სრულიად შემთხვევით საფხული იყო მაქვს და არ ვიცოდი რა მეკეთებინა. რაც აი ეხლა მაგალითად წარმოუდგენელია რომ აი როგორ შევა რომ არ ვიცი რა ვაკეთებ. იმდენი რამეა გარშემო რომ გააკეთო, რავი, ანუ უბრალოდ რა ბოლო ფილმს უყურებ, ხო, წიგნს დაიკითხავ. ხო და ადრე იყო რომ არ ვიცოდი რა მეკეთებინა და შემთხვევით ჯეკ ლონდონის წიგნი ვიპოვე. ავიდა და დავიწყე წაკითხვა რა და უცებ ისე შემithრია რა, მარტინ იდენი ესეთი წიგნი არის და დღემდე მაგიტომ მიყვარს ეს მარტინ იდენი ჯეკ ლონდონი, იმიტომ რომ მაგან დავამკვიდრა ლიტერატურას. და მოკლედ მე უცებ რაღაც ეფექტი იყო ისეთი რომ რამდენიმე კვირაში ვხედავ რომ ყველა წიგნს ვკითხულობ რა, ანუ იმდენად შევედი. ამ რაღაცა ეშში მომში მე უცებ ხვდები რომ რაღაცები რაც მინდოდა გადმოვალდი უკვე რაღაცები არ მყოფნის რა მე აღმოჩნდი საჯარო ბიბლიოთეკა იყო ხოლმე მაშინ წარმოიდგინე რომ ეს არის აი დიდი ხნის წინ ხდება იმიტომ რომ ინტერნეტიც კი არ არის ესე რა ეხლა სმარტფონები მით უმეტეს არ არის და უცებ ვიწყებ საჯარო ბიბლიოთეკაში ციარუს და იქ ვიწყებ რაღაც იქ ფილოსოფოსებს ვეცნობი რაღაც და მე ნუ სტანდარტულად რაღაც აი ეგზისტენციალური კრიზისი რო გეწყება რომ რაღაცები თურმე ისე არ ყოფილა როგორც გეგონა იმიტომ რომ მანამდე არ გიფიქრია მაგაზე ხო ზოგადად ადამიანების უმეტესობა ეგრეა ხოლმე რომ რაღაცებზე ნაკლებს ფიქრობენ რა და რაღაცები თითქოს აი სადღაც უკან გაქვს გადანახული და ჩემ შემთხვევაში უცებ ბევრი რაღაც აღმოჩნდა რომ სადოა რა სამყაროა როგორი სამყაროა იქ ღმერთი ვინ არის ეგ რა ყველაფერს ეს როლები და გავიაზრო რომ არაფერი არ ვიცოდი რა და მაგან ძალიან დამაინტერესა რომ ანუ თუ არ ვიცი ან უნდა გავიგო და მან მაგიდან აღმოჩნდა უცებ მეცნიერება საკმაოდ დიდ ასაკში მაგას ვამბობ რა. და აი მან დიყო რომ რაღაც უცებ რა ყველა დოკუმენტური ფილმები რაც კი შეიძლებოდა რომ ენახა დავიწყე ამ დოკუმენტური ფილმების ყურება. მე რაღაცა მეცნიერების ძალიან შორს ვიყავი რა მართლა ამ რაღაცა. მე დავიწყე რაღაც დოკუმენტალური თვითონ მეცნიერების დოკუმენტალისტიკა მათ რაღაც და მე უცებ მე გავიგე რაღაც თურმე არსებობს ფარდობითობა, კვანტური მექანიკა რაღაც და ჩემი ჭალებში პლუსი არ ვიცი რამდენად შევა დაერქვას მას როდესაც საზოგადოებასთან მაქვს ხოლმე კომუნიკაცია რო ვაპარაკობ მეცნიერებაზე და ტექნოლოგიებზე ჩემი ეს პლუსი არის ჰუმანიტარი ვარ რა რეალურად ანუ მე არ ვარ ტექ პრო რა რაღაცა იქ ხვდები რა ანუ მაგ იმით მაქვს ტვინით გაგებული და უფრო მიადვილდება ხოლმე რომ მე რაღაცა აუდიტორიასთან ხო რა და ნუ მოკლედ ეს მე აიწელა მე იყო ოცნება იმაზე რომ მეთქი რავი აი უყურებდი ამ ხალხს და მეთქი ოცნება იყო ჩემი რომ რაღაცა ოდესღაც სადმე დამდგარიყავი და მელაპარაკა ესეთ თემებზე რა მაგრამ მაშინ მართლა ოცნება იყო მეტი არაფერი ამის პარალელურად ეს წერის მიმართ დამიბრუნდა ეს ნოსტალგია და სიყვარული და საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ ეს ორი ერთდროულად ნელა დაიძრა რა მე იქ მეგობარმა მითხრა რომ რაღაცა ხო არ გინდაო რომ ილაპარაკო რაღაც ერთმა მითხრა სტატია ხო არ გინდა დაწერეო მე იყო National Geography-ში
ლევან ბუთხუზი, აი ლევანის მაგრე დღემდე მადლობელი ვარ მის, იმიტომ რომ National Geographic-ი ჩემთვის მაშინ საერთოდ ის იყო რა, რაღაცა National Geographic-ი და ბუთხუზმა რაღაცა სტატუსი მქონდა Facebook-ზე და ტიპი მომწერო, არ გინდა ჩვენ სტატია დაწერო და ერთ წელი მუშაობდი მაგ სტატიაზე. დროში მოგზაურობაზე იყო და ერთი წელი და იქიდან სანამ ამერიკიდან დაგვიკიცებდნენ რაღაც და უცებ აღმოჩნდა ძალიან შემიყვარდა ეს და თან ამის ვაკეთებ რა. მე რაღაც პატარა გადაცემები იყო რაღაც და მე უკვე Nexton-ში გამოჩნდა. Nexton-ში რო გამოჩნდა, ნუ ეს იყო წელი. და მე ახლა გამკვეს დავიწყე უბრალოდ ჟურნალისტად, რაღაც სტატიებს წერდი ხოლმე და ნუ ისე შევყევი, რამდენიმე თვეში სულ განაკვეთზე ვიყავი და კიდე რამდენიმე თვეში რედაქტორი ვიყავი რა. მოკლედ ნუ მე იქ პოდკასტი გამოჩნდა, ამის პარალელურად სამეცნიერო ფანტასტიკა, იმიტომ რომ ლიტერატურა რომ მიყვარდა და მეცნიერება რომ მიყვარდა, სად შეიძლება ეს ორი გაერთიანოს სამეცნიერო ფანტასტიკაში. ხო და რაღაც ესე უცებ ყველა მხრიდან გაერთიანდა რა ეს ყველაფერი და რავი დღეს აქ ვარ, ვცდილობ მეცნიერების პოპულარიზაციას. რავი, რეალურად ერთადერთი ესე მედია საქართველოში Next-ია რეალურად დღეს, რომელიც ცალსახად მეცნიერების ტექნოლოგიებზე აშუქებს. და ნუ ამის პარალელურად რაღაცი გამოვიდა რომ ორი წიგნი მაქვს უკვე გამოცემული, ახლა მესამეზე ვცდილობ რომ ბოლოში გავიდე. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. ეს იყო მოკლედ თუ გზლად არ მოვყევი, მაგრამ ძელი ისტორია იყო რომ მაქსიმალურად სადა რომ მოკლედ მომეყო. ძალიან სწრაფი იყო, მაგრამ ახლა რაღაცებში მინდა რომ გავშალოთ ეგ ნაწილი, იმიტომ რომ სამეცნიერო ფანტასტიკა რა, მეც მახსოვს ბავშვობიდან, რომ ზოგადად რა ვიცი, აი გარემოში აღქმული იყო, რომ თუ რაღაცა მაგ ჟანრს უყურებ, მოგწონს, ცოტა ის ბავშვობასთან აიგივებდნენ ხოლმე და აი ხე გავიდა რამდენი წელი, არ ვიცი 15-20 წელი პირობითად და ის რაღაცა სამეცნიერო ფანტასტიკაში, რაღაცა გასულ საუკუნეში წერილების მიერ რაღაცა წარმოდგენილი მათ ტვინში რაღაცა ჩანასახი, აი ამ რეალობის მომავლის თუნდაც დღეს არის რეალობა. ხო. აი ეს ხო რაღაცა ამოაყირავა ხო აი ტექნოლოგიებმა ფაქტობრივად ის რაც მაგალითად გასული საუკუნის რა ვიცი აზიმოვიდან დაწყებულია ეს წეგა ხუმრობდი რა წინა დღეებში რა ეს მე რობოტი რაც არის 2035 წელს ხდება ეგ მოქმედება და დღეს მომედი რობოტები უკვე რა ვიცი საუბარია რომ სახლში ყველას ყავდეს და 10 წელი გვაქვს კიდე იქ 9 წელი მაგრამ ნუ საკმაოდ დიდი დროა და აი ამ ყველაფერთან მიმართებაში თანამედროვე ტექნოლოგიები ის სიყვარული პირობითად რაც შენ წიგნებიდან და ამ შემდეგ ქონდა შენ ყოველდღიურობიდან და დღეს აი ამ რეალობას ეჯახება აი როგორ ხედავ ამ ყველაფერს ამ შენი აღქმა როგორია ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით სამეცნიერო ფანტასტიკა ჩემი აზრით ანუ არსებობს ორნაირი რა ანუ აი მანდ არის მნიშვნელოვანი ხაზი სადაც გადის რა არსებობს ფანტასტიკა და რომელსაც ასევე სამეცნიერო ფანტასტიკაში გაყავთ და არსებობს hard science fiction-ი სადაც ავტორი იქნება თუ რეჟისორი იქნება თუ არავინ ვინც ამას აკეთებს მეცნიერების ტექნოლოგიების ინსპირაციით და იქ არის რა გადასული რა და მე იქ რა თქმა უნდა შენ ახლა რაღაცა თეორიას შეგიძლია მულტივერსი შექმნა ნებისმიერ თუ საფუძვლები შენ ძალიან არარეალური გაქვს შემდგომ სამეცნიერო ფანტასტიკა არა ხო ზღაპარია მათ შორის აი ჰოლივუდში ახასიათებთ ხოლმე რომ ამბობენ ხოლმე რომ კვანტური რაღაცა ბურთი და ანუ ამით თითქოს ანუ კვანტურიც კი სიტყვა აქვს შემოტანილი ხოლმე რომ თითქოს რაღაც გაუგებარი და მისტიური და მე ამაზე შენ თუ რაღაც დონეზე არ ხსნი მოკლედ იმის თქმა მინდა და პროსტა კვანტური და რაღაცო გადაუხვევენ ხოლმე არ არის რა სამეცნიერო ფანტასტიკა ტერმინების უბრალოდ ჩასმა ეპოქები ხო ხან კვანტორია ხოლმე ხან რაღაც სხვადასხვა დროში სხვადასხვა სიტყვა არის ხო და ნუ მანდ არის მნიშვნელოვანი ანუ რომ რეალურად თუ შენ ცდილობ ჩაიხედო იქ იმიტომ რომ თუ ეგ არ გაინტერესებს შენ თვითონ რა შეუძლებელია უბრალოდ რომ ხარისხიან სამეცნიერო ფანტასტიკა შექმნა და რაც შეეხება თვითონ ინტერესს ხო ანუ ჩემი აზრით მან როგორი რაღაცაა იცი რომ სადღაც ხო იდეა არის ანუ სამეცნიერო აი მაგალითად ჟულ ვერნზე ამბობდნენ ხოლმე რომ რავი როგორ გამოიგონა ეს და სამეცნიერო ფანტასტიკის გაჩენის მომენტიდან ხო მოყვება სამეცნიერო თეორიებს რა აღებული ფრანკენშტეინიდან რომელიც ითვლება რომ ება ვიღაცებმა თქვა რომ სხვა არის, მაგრამ ეს კლასიკური გაგებით ითვლება. გადანერგვებიდან მთელი. ხო, ან კლასიკური გაგებით ითვლება პირველ science fiction-ია, რა. ფრანკენშტეინი რომელიც დაწერა თინეიჯერმა გოგომ. თან წარმოვიდგინოთ გოგომ დაწერა იმ დროსთვის ეს საერთოდ მეცნიერებასთან კალს საერთოდ არ აკავშირებდნენ რა. და ანუ ადგა და ხალმა ადამიანმა დაწერა ესეთი რაღაცა რომ იქ პირდაპირ მნიშვნელობით მაშინ იყო ეს დენი ახალი რაღაცა იყო. ეხლა რომ ლაპარაკობთ აი კვანტური კომპიუტერიო, ეგრე ესმოდათო დენიო და იქ ჯოვანი გალივანი იყო მგონი. ხო, ჯოვანი გალივანი იტალიელი მეცნიერი, რომელიც ატარებდა ხოლმე ექსპერიმენტებს და ყდრებს დენს არ წავდნენ. ეს რომ მოძრაობდა. ამათმა ჩათვალეს, რომ კაროჩე რაღაც შეიძლება შანსია რომ გავაცოცხლოთ. თორე და ეს ბავშვმა მოისმინა, ინსპირაცია დაიღო და დაწერა შედევრი. და
აი აქედან დაიწყო, მაგიტომ მომიწევ. აქედან დაიწყო რეალურად სამეცნიერო ფანტასტიკა, როდესაც უკვე მეცნიერული თეორიები მასობრივად შემოდის საზოგადოებაში, ვიღაცები ამით ინტერესდებენ, ატრიგერებს ამათთვის და ფანტაზიას უერთიანებს და მე რაღაცა ის რაც მე ხდება. ეხა ფრანკენშტაინი ჯერ არ ყავს, მაგრამ უამრავი რაღაცა დგა, ხო, მათ შორის წყალქვეშა ნავი. ხო, ვიცით რომ წყალქვეშა ხო ჯერს იუნივერსიტეტს რო კითხეს შენ ვაფშე საიდან მოგივიდაო? ანუ თქვა ჩემი მეგობარი იყო რაღაც მეცნიერებაში ნახაზები ვნახე. არ არსებობდა ფიზიკური წყალქვეშა. მაგრამ ნახაზები ვნახეო რა და ავიდა სახში და წიგნი დაწერა. მანამ მან შექმნა ის. ხო და აი სამეცნიერო ფანტასტიკას აქვს ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთი რომ დაგვანახოს არა მარტო მეცნიერებს, ხო, იმიტომ რომ ვიღაცება მეცნიერი, ხო, მაგრამ ვიღაცება აზრი არ არის. აი ამას ანახებს, რომ აი ესეთი პერსპექტივაა და მეორე გამოცდის. აი გამოცდის მომენტი აქვს. შეხედე, აი რობოტების თემა ავიღოთ რა. რობოტი როგორი რაღაცაა, შეხედე, ეხლა აი ამ წამს ყველას twin სულ სამეცნიერო ფანტასტიკა არ უყვარდეს, ყველას აი ცნობიერად თუ არა ცნობიერად მზად არის რობოტებს ელოდება ადამიანი რა. და ეგ არის უბრალოდ სამეცნიერო ფანტასტიკისგან, იმიტომ რომ მოგვამზადა ყველანაირი სცენარი გაათამაშა, ტერმინატორით დაწყებული მეგობარი რობოტი მოვიდა, რაღაცა ინდიფერენტული რობოტი მოვიდა, ხო და ყველა სცენარი გვაქვს და რომელიღაც გამართლდება უეჭველი. ან ერთ ციკიდან აიღებს ერთ ციკიდან რეალობა, მაგრამ ანუ ეს სცენარი გავათამაშეთ რა რეალობა. მაგიტომ მგონია რომ დღეს მით უმეტეს თან სამეცნიერო ფანტასტიკა ახალი ჟანრია, ყველაზე ახალი ჟანრია რეალურად რა, როგორც ლიტერატურაში. მე მგონია რომ აი ტექნოლოგიები და მეცნიერები რაც უფრო ვითარდება ეს ჟანრი კიდევ უფრო პოპულარული გახდება. განსაკუთრებით ახალგაზრდებში რა. აი მე მახსოვს ხოლმე ის უკან მომავალში კლასიკა ფილმი. თავარი ფილმი. ხო და იქ რაღაცა ფინალის სკეიტი რო არის რაღაცა რომელიც მარტივად შეიძლება დღეს გააკეთო. რაღაცა ეგეც მეცნიერების გამოყენებით ხო? და კიდე იქ რაღაცა არსებული რაღაცეები რომელიც რა დღეს კი არა რაღაცა 5 და 10 წლის წინ უკვე არსებობდა ხო და ეგ იყო პირველი ამბავი რაც ხდებოდა ხოლმე ჩემ ბავშვობაში რაღაცებს რო კითხულობდი ხოლმე რომ რაღაცა 10 წლის წინ და ეხლა და უკვე რო არსებობს რაღაცა ძალიან მაგარი ამბები იყო და აი რა არის ხა ისეთი აი ძალიან ცნობილი რაც ხალხს გონია რომ შეიძლება ამოვიდეს ხა დროში მოგზაურობა რა თქმა უნდა ხო ნაკლებად სავარაუდოა ჯერ მაინც ხო ახლობაში თუმცა არის მაგის იმედი შენი აზრით რაღაცა ცოტა მომავალში მოგზაურობას თუ ვახსენებთ ნამდვილად არის და რეალური და ხო შორის არ ჩემ მესამე წიგნი ასე წერე ხა ვამთავრებ ზუსტად მაგაზია მომავალში მოგზაურობაზეა შავხროლის გამოყენებით ხო მომავალში ხო ანუ მაგას აქ მნიშვნელობა უკან წარსულში იქნება თუ მომავალში რა უნდა იმიტომ რომ უკან წარსულში მოგზაურობა ფიზიკურად შეუძლებელია ამ პერსპექტივიდან ამ გადმოსახედიდან იმიტომ რომ თუ საუბრობთ წარსულში მოგზაურობაზე იქ ისეთი ბუდოვანობა შემოდის რომ ვერავინ გეტყვის რამდენად შესაძლებელია აი მულტივერსების სამყარო თუ ეგ არის აი მულტივერსების სამყარო ეგ არის იმიტომ რომ კვანტური მექანიკა ხო მაგას უშვებს რომ ანუ მულტივერსის სამყარო რეალურად ეგაა რა ფანტასტიკიდან ხო ინით თარგმნილი ეს განუზღრელობის თემა იმიტომ რომ კვანტური მექანიკა შევავს ეს განუზღრელობა ხო რომ ნაწილაკ შეუძლია რაღაც გადახლართული იყოს და ასე შემდეგ ხო და მულტივერსი ეგაა რომ ანუ შეიძლება შენ აქ იყო და ვიღაც ტიპი შენი ალტერნატიული წყალებში სხვა რეალობა გაიარა და სხვაგან არის და რაღაც დონეზე კვანტური შევა ერთმანეთთან დაკავშირებული. ეგ უფრო ფილოსოფიური უფრო ჩანს რაღაც ბევრნაირად შეიძლება. ვერ იტყვი რომ ეს მეცნიერული თეორიაა რა, ეს არის კვანტური მექანიკიდან დაშენებული რაღაცა და ანუ სულ რო წარსულში მოგზაურო მან ხო მე არის ცნობილი გადაღებული პარადოქსები, ბაბუის პარადოქსი მაგალითად რომ მე თუ წარსულში შემიძლია მოგზაურობა წავიდე და დაუშვათ პაპა ჩემი მოუკლა ხო? ანუ მე დავიბადები თუ არა. მე როგორ უნდა ანუ მე უნდა გავქრე მაშინ ხო? ანუ მე როგორ უნდა დავბადებულიყავი და პარადოქსები ბევრია. მაგის მიღმა წარსულში მოგზაურობა ძალიან რთულია რა ტექნიკურად სულ აი პეპის ეფექტის ხომ აქ პარადოქსში ზის სადღაც რა კი და ეს პარალელური სამყაროს ერთადერთი ალტერნატივაა სხვათა შორის პარალელურ სამყაროს შეუძლია თეორიულად ახსნას აი ეგ მომენტი რატო ანუ მე თუ წავედი და მოვკალი ბაბუა ჩემი მე დავჭი ხო მაგრამ გაიყო რეალობები და ის რეალობა აქეთ არის ეს რეალობა ანუ ეგრე ყოფენ ჭალებში რა პარალელური სამყაროები შეიძლება ჭალებში გააправო პარადოქსები, მაგრამ ნუ ხვდები ეგ სულ რომ პარადოქსებს ავიდავანებთ ტექნიკურად მაგის განხორციელება არის Z ტექნოლოგიები გჭირდება. დროში მოგზაურობს ეგ არ ჭირდება. და დროში ანუ მომავალში რა ხდება? მომავალში ძალიან მარტივია. მომავალში ჯერ ერთ მომავალში ყველა ხო მოგზაურობთ ისე. აი ამ წამსაც ამ რეალობაშიც კი უკვე მომავალშია ხო? კი, ანუ ამ წამსაც ჩემი ფეხი და ჩემი თავი სხვადასხვა სიჩქარით მოგზაურობს მომავალში, იმიტომ რომ ანუ მან ხო პირდაპირ დაკავშირებული რა არის ფუნდამენტია. ფარდობითობის რომ სიჩქარე და მასა განსაზღვრავს იმას თუ როგორ გადის დრო ხო ანუ ნიუტონთან თუ იყო რომ დრო იყო
უნივერსალური ფარდობითობაში გაიჩნდა რომ უნივერსალური არ არის რა, ფარდობითი. ანუ თუ ძალიან მასიურ ობიექტთან ხარ, იქ დრო ნელა გადის. ასევე რომელიღაც პლანეტაზე გვიან დაბერდები და სხვა ყველა პროცედურა. აი, ყველაზე პოპულარულ ენაზე აჩვენა ნოლანმა თავის იმაში, რა ქვია, ინტერსტელარში, სადაც პლანეტა, რომელიც არის შავხრელთან, ახლოს იქ განაჩნდება და რო დაბრუნდება ეს პილოტი შავკანიანი უკვე დაბერებული. ეგ არის კლასიკური 33 წელი გადის თუ რაღაცა, ხო? ეგ არის კლასიკური რაღაცა, რაც ძალიან რეალური არის. შენ თუ რა ვიცი, ეგეთ ობიექტთან მიხვალ, ან გინდა ჩავიხრელის ჰორიზონტი. არ გადაკვეთო ოღონდ ჰორიზონტი ორბიტაზე განთავსდები და მათემატიკურად დაითული შენ მოიგებ დროს და ჩემ წიგნში ხა მაგალითად სპოილერივით გავამცემ, მაგრამ ეგაა რომ ანუ თუ დათვლი იდეალურ ორბიტას განათავსებ ამ ხომალდს გაატარებ იქ დაუშვათ რა ვიცი რამდენიმე კვირას და ბრუნდები და დედამიწაზე უბრალოდ გადაახტი 50 წელს რა აი მაგარი საინტერესო იქნებოდა და აი ეგაა დროში მოგზაურობა ეგ არის დროში მომავალში მოგზაურობა აი ამ ხრივ ხო და ამიტომ მომავალში მოგზაურობა რეალურია ასტრონავტების მოგზაურობენ ხოლმე დროში, ხო? ანუ, როდესაც შედარებით დიდი სიჩქარით მიდის ხომალდი, ან თვარეზე არიან, ან space station-ზე. ან ფენაროგა, რა, თბილისიდან ამერიკაში პირველ 13 საათით უკახარ, აი ბოლში წავდოდი ეგ. ეგ სადა სხვა რაღაცა, ეგ დაიმზოდა და რა. ამიტომ მომავლის რეალურია, მაგის თქმა მინდა 21 საუკუნე, ანუ ეგ ხდება, მაგრამ აი წარსულში მოგზაურობა არა, მაგრამ აი შენ შეკითხვაზე რომ რა ველოდები, ხო, ყველაზე მეტად. რაღაც არეალური ეგონათ. ეხაც შეიძლება და აი რაღაც არეალი ისტორია მოხდეს მართლა რა. ნუ ერთი შეგვიძლია იმით დავიწყოთ რომ რაც არ არეალური ეგონათ და რაც მოხდა არის უამრავი რაღაც. დღეს რაც გვაქვს ყველაფერი არის წიგნებში მართლა წერია 300 ფანტაზიის. ნუ დაწყებული ხალხში გემით რომ დავიწყოთ მობილური და მობილურით ინტერპერ face to face ეგ რაღაც 100 წლის წინანდელი ჩანახატები ეგ ხო? კი, აი ეგ ცნობილი ჩანახატები რომ ადამიანები რომ სადღაც გარეთ ხედან და ერთმანეთს უყურებენ, ანუ რომ საუბრობენ. ტელეფონი, ყველაფერი ეს იყო განსაზღვრული. მართლა ყველაფერი იყო განსაზღვრული, დაწყებული რობოტებით, AI-ით. რავი, ანუ იმიტომ რაღაცა ის იყო მსაუბა იყო საზოგადოებაში, თუნდაც ახლა ჩანახატები ნახავ და წავიდე და წერაო. ანუ ეხა რა არის ეგეთი რაც შეიძლება რომ ხო, აი ჰაიპირაზეა. Science fiction-ში რა არის ჰაიპი, ხო? ნუ დროში მოგზაურობა არის და დარჩება დიდხანს კიდე ჰერბერტ უელსმა რო დაიწყო გემდე არის. გავწიოთ იქით. არის სამნიშნავი რაღაცები. მაგალითად, ნუ AI-ს, ხო? ანუ ადრე ძველი მასში ცოტა ეს AI-ს გაგება სხვანაირი იყო. ეხლა რაც უფრო შემოდის ეს AI, უფრო სხვანაირი გახდა რა. AI-ს გაგება გაცდა გინდას კლასიკური გაგებით ტერმინატორს და ეგეთ რაღაცებს, სადაც პროსტა რობოტი გებძვის, იმიტომ რომ ეხლა დავინახეთ, რომ AI-ს დიდად არჭირდება სხეული, ხო? ანუ შეუძლია რაღაცა cloud-ზე იყოს და ყველაფერი აკონტროლოს რა. ეგ და კიდეც ყველა საინტერესო არის აი ეს კვანტური კომპიუტერები. მაგალითად ესეთი Deus-ი არის სერიალი, არ ვიცი თუ Deus-ი, მინი სერიალია, ერთ სეზონი, ყველას ვუჩვენ რა, რომ უყუროს, იმიტომ რომ 13 ფანტასტიკური ყავს და სერიალი გინდა Deus-ი არის რეალური, სადაც ეს ერთ-ერთი შეშლილი მეცნიერი, სხვათა შორის საპოლსკი, თუ ისი მაგის ინსპირაციით არის ეს კაცი მე მგონი შექმნილი და ამ კვანტური კომპიუტერით ისეთ რეალობას ქმნის, რომ მომავალს განსაზღვრავს რა. და თუ სამყარო ალგორითმულია და მაინც ხო, ალგორითმული და ვითომ მაგით ანუ ეს ტიპი მომავალს საზღვრავს და მოკლედ მთელი ამბები. ანუ კვანტური კომპიუტერები კიდე რაც არის აი ეს დაჩიპვა რა, რასაც ვეძახით, ანუ იმპლანტები და ეგეთ რაღაცები, ნუ მაგას ყველა იმაში შეხვდები. Black Mirror-შიც არის რაღაც რამდენიმე ეპიზოდი და Black Mirror-ი მაგით ცხოვრობს. ხო, ეხლა გამახსენდა ის Upload როა სერიალი. ხო. აი რა მაგაზე რას ფიქრობ საერთოდ? ანუ მაყურებელს აუხსნე რომ რაღაც ეგ სერიალში ნუ დავასპოილერო. კი, ისეთი არაფერი არის. ხო, შინაარსი ის არის რომ ადამიანებს საშუალება აქვს რომ ინტერნეტში cloud-ზე სერვერზე რაღაცა შენი ცნობიერი ატვირთო და იქ იცხოვრო მე ბევრად იაფად და სამუდამოდ ასე ვთქვი. ეგ არის იდეა მოკლედ. მომოს იქაც იხდი რაღაც ფული უნდა გქონდეს რომ ხო, ეგეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის. ანუ ეგ მე მგონია რომ რაღაც ხრივ გარდაუვალი რეალობაა ეგ. იმიტომ რომ ბევრად მეტ შესაძლებლობას გაძლევს რა და ხო ეგ ვაფშე ეგ გამომჩა რომ ერთ-ერთი მთავარი ჰაიპი რა თქმა უნდა მაგ ჟანრში ეგ არის კიდე რომ ეს გაციფრულება იქ ატვირთვა იქ რაღაც ალტერნატიული რეალობის შექმნა ხო ნუ ეგ რო რაღაცა შენ შეიძლება დაინახო ცუდი ხრივ მაგრამ მატრიცაში ხო ეგ ხია ერთმანეთთან გაერთიანებული ვერაც ვერ იგებენ რეალობაში არიან თუ ხო და რობოტის და ამ რაღაცა ატვირთვა იმისზე და მეორე მხრივ შენ რო შექმნა რაღაცა ედემის მსგავსი რეალობა, სადაც აი რაღაც cloud-ზე იქნები და იქ თეორიულად ძალიან ბევრ შესაძლებლობას გაძლევს, მაგრამ ეგ რამდენად
რეალურია ჩვენთან ახლოს რამდენად არის თვალ და აი მან ცოტა ვიჭრებით. მე მგონია რომ გარდაუვალია, მაგრამ აი დღეს ამ წამს აი მეც ვფიქრობ ხოლმე მაგაზე, რომ აი ადამიანებთან, აი ადამიანის განვითარებასთან რანაირად მოდის თანხვედრაში ეგეთი ტიპის რაღაცების განვითარება. აი რაღაცნაირად ხო მეორე პლანზე გვაკეთებს უკვე. ანუ აი თუნდაც მაგის ბოლომდე განვითარება. ნუ ძალიან რეალურია, რომ ადამიანები იყვნენ რაღაცა საიბერ ადამიანები რა, რომელსაც რაღაც ნაწილები და რაღაცები ექნებათ, რაღაცა კიბერნეტიკული ან შემდეგ რა. ეგ მე სამეცნიერო კუთხითაც და ისეც შეიძლება, რომ რაღაცა აპდეიტი გააკეთო. მაგრამ რაღაც მომენტში ცოტა ვფიქრობ, რომ მაინც რა ხალხის შიშიც ხო არის, მაგრამ რაღაცა მე ის ადამიანურ ურთიერთობებზე ისედაც არის მთელი ამბავი და რა შეიძლება დაემართოს ამ ნაწილს, რომ რაღაცა ადამიანური ურთიერთობები გაქრება საერთოდ თუ რა იქნება ადამიანის რაღაცა მთავარი ცხოვრების არსი. ანუ ეხა ვიცით რა არის არსი? ანუ ეგ არის მთელი ამბავი რა. ეგ არ ვიცოდით რეალურად და ნუ ეხლა ფილოსოფიაში შევა წავიდეთ მაგრამ ანუ რეალურად ადამიანი თავის არსს ყოველთვის იგონებდა. ანუ ის და რომ გადახედო თუ იგონებდა თავის არსს და ეხაც მაგ პროცესში ვარ რა ანუ რავი ყველაფერი შეხედე რა ვიცი დაწყებული ადამიანის სახელებით იერარქიებით და რავი სახელმწიფოებით ხო რელიგიებით ეს ყველაფერი ხო ანუ არ არსებობს საქართველოში რო საქართველოს ჩვენ მოვიგონეთ ხო ანუ თქვენმა წინაპრები ხო და ეს არის რაღაცა ღირებულებები რომელიც ადამიანი არაფრიდან ქმნის და მე ამას უკვე სიცოცხლეს ამაში დებს იმიტომ რომ მაგის გარეშე ადამიანს არ შეუძლია არსებობა ადამიანს შეიძლება რაღაცა ფასეულობები და ღირებულებები და ეხა შენ აი რაზეც ვამბობ რომ მომავალში ის ადამიანი ვაფშე შეგვიძლია იმას ადამიანი უწოდოთ ხო რაღაცა სხვა სახეობები ხო და მან გადის ჩემთვის ზღვარი მე თუ დავუშვებ იმას რომ ეს უკვე აღარ არის homo sapiens-ი მაშინ მე ვეღარც დავუშვებ იმას ის რას დავუშვებ ხო ანუ მე შემიძლია ალბათ გავიდე მაქსიმუმ იქამდე სადაც აი homo sapiens-ი ოკეი არის კიდევ მაგრამ თუ მისი აზროვნების პატერნი რაღაცები შეიცვალა ვაფშე სხვა რაღაცაზეა საუბარი ხო? რაღაცაზე საუბარი, მათ შორის სიკვდილის დაძლევის მომენტიც, ანუ შენი ფსიქიკა, შენი ყველაფერი, ანუ ბიოლოგია არაცნობიერი არის იმის, რომ უნდა მოკვდე, ხო? და ტიპი რომელიც არ ყვდება, აი წარმოიდგინე მე მინდა რომ ვაფშე, ანუ აი სამეცნიერო ფანტასტიკაში მაგრამ ეგ მაკლია, რომ არ არის აი ხარისხიანი არც ფილმი ვიცი და არც წიგნი არ მახსენდება, სადაც აი უკვდავება ეს რაღაცა ბანალურად კი არ არის მაგალითად ნაჩვენები უკვდავი საზოგადოებები რა კარგად და ღრმად იმიტომ რომ წარმოიდგინე უკვდავი საზოგადოება და პროსტა ამ ცხოვრება რა აი ხო რაღაც ფილმებს ხო უყურებთ აი ისე ცხოვრება ეს აი უკვდავი ადამიანების ცხოვრება უკვე საზოგადოება რაც მინახია მოსაწყენია ყოველ შემთხვევაში რა მაგრამ არც არის აი რამ საკულტო ფილმი აი ცემა მახსენდება სერიალი მახსენდება ის რო არის alternative carbon ანუ სახეცვლილი მან როგორც მაგას სისხდება სხეულში გადადა მაგრამ მან არის შემოგდებული ისევ რა შეხედე ისევ აი სიკვდილებია სიკვდილები მაინც კვდები რა თქმა უნდა მან კვდები ვაფშე იმით იწება რომ ის პერსონაჟი კვდება წიგნიც არის მაგის და კვდება და მე ახალ სხეულს ამას და რაღაც ანუ მე მინდა წარმოვიდგინოთ საზოგადოებას სადაც აღარ გეშინია უბრალოდ ანუ და ეგ იმდენად აბსურდულია მე მგონი აბსურდულია იმიტომაც არ იღებენ და იმიტომაც არ წერს არავინ ადამიანს ცდება ეგ სინამდვილეში. ეგ ღმერთების თემაა უფრო რაღაც. ან წარმოიდგინე ხა მაგრამ ღმერთების კვდებია სხვაში თორი და ისინი არის ოდინის კვდება ბოლოს რაღაც. რა თქმა უნდა ხო და ანუ მე მის თქმა მინდა რომ ანუ შენ ის ღმერთი არ კვდება რომ გადახედო რელიგიას რომლებიც საერთოდ განყენებულია ყველაფერს არის და არ შეიძლება იმაზე თქვის დასმას მაგრამ თუ ღმერთი რომელიღაცა ჩამოდიოდა ადამიანთან ის ეგრევე კვდებოდა. ანუ იმიტომ რომ ადამიანისთვის სიკვდილი ფუნდამენტია რა და მე ქრისტიანობაში ფაქტობრივად ხა რა ვიცი. კი ხო, უყდავი მოკვდა. ხო და ანუ მაგას ამაღლ და სხვა გაგებით ხა ქრისტიანობა. არა ნუ აქ იყო და მოკვდა რა და ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ანუ საზოგადოება რომელიც აღარ მოკვდება, ვაფშე ყველაფერი იცვლება, წარმოიდგინე შენ საერთოდ мотивация გააქვს იმის რომ ხვალ რამე გააკეთო, იმიტომ რომ ეს ხვალ შეგიძლია უსასრულოდ ხო. შემდეგ წელს იყოს ეგ ხო. ხო 1000 წლის შემდეგ. 1000 მილიარდი წლის შემდეგ პირობითად. ხო აი ხო და ეგ ძალიან სულის და აი ეგეც საზოგადოება როგორ იქნება მაგის წარმოდგენა ძალიან საინტერესოა. მე მაგ საზოგადოებაში ძალიან წარმოვიდგენ თუ გამრავლება ხდება. მაგრამ გამრავლება ხო ხდებოდეს ეგ ხო რაღაც ციკლი აი ციკლიც აღარ არის მანდ უკვე. ანუ და მორჩა. რატო უნდა გამრავლდე? რატო უნდა გამრავლდე ხო აი გარი. მაგრამ ხო თან ადამიანის მოთხოვნილებაც არის ახლა ეგ რაღაც მომენტში რომ არის პრინციპში თუ არ არის ხო? ვინ თქვა? მაგრამ ნუ რაღაცა აი ვინ თქვა რომ არის? ანუ მე არ მომხო არ არის, მაგრამ ანუ ვინ თქვა რომ არის? ხო ეგეც არის კი. ანუ ეს არის საზოგადოების ფაქტორი, თავსმოხვეულები.
ფაქტორი, ხა ესე გავიზარდეთ, ანუ ადამიანს ну მაგ ფაქტორს ხო ეხა ომებიდან გამომდინარე სულ ხდებოდა პროპაგანდებით რაღაცეები რომ იძულება მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობით ხო მარტივი იყო ხა ადამიანი თავიდან უბრალოდ სექსუალური მოთხოვნილება ქონდა ბუნებრივი და თავიდან ესე დაიწყებოდა და ამას მოყვებოდა ხოლმე შედეგად ეს და მე ადამიანს ეხა ეს ეხა ამ დროში განსაკუთრებით ეხა უკვე შეგილი არ აი ძაღლი ვისაც ყოლია ეხა ვიყურებ და გვისმენს ამ კატა ვისაც ყოლია და შვილი არ ყოლია მე ვარ ეგეთი მაგალითად მაგით უკვე ხვდები მე მივხვდი მაგას რამხელა როლი აქვს ანუ ვიღაც ტიპი დაუცველი ტიპი რო გეჩითება სხვანაირი წებს შენ ტვინი ფიქრს რა ანუ რაღაც აი გინდა რომ ეს ტიპი გაზარდო მოვა ეს არის შენ ბუნებაში კი მაგრამ აი მანდ ვამბობ აუცილებელი რა შენ იყოს მაგის თქმამდე შეიძლება ძაღლი იყოს ხვალ შეიძლება რაღაცა კი ხვლიკი გაზარდო რაღაცა ანუ შენ ტრიკი შეგიძლია გაუკეთო რა ანუ ტვინს მაგხრი მომავალ შეიძლება გააკეთო საზოგადოება მაგრამ თუ აღარ არის საჭიროება გამრავლების რავი რაღაცებს გაზდია აი დააპუტი მაგის მაგალითად პირდაპირ ხდება დღეს შეხედე პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული ანუ შინაური ცხოველების ესე იგი ყავთ უმეტესობა ეხა თუ დააკვირდები ძალიან გაიზარდა რაოდენობა ყველას ყავს ძაღლი ყველას ყავს კატა და ადამიანებს შვილები ბევრად ნაკლები ყავთ კი მაგის სტატისტიკები გვაქვს ეგ რიცხვებია რა დასავლეთში ეგ არის ანუ შეხედე რავი ანუ ერთი ბავშვი ყავთ მაქსიმუმ უმეტესობას აღარ წყავს უკვე და მაგერად ცხოველები ყავთ ამიტომ მაგას ვები ეგ ის არის რა მე ჩემი თავი დამიჯერია ინდივიდუალურია ძალიან ხო და აქ კიდე ის არის სამეცნიერო ნაწილში მათ შორის უკვდავების ნაწილზე შეიძლება რომ მართლა აბსურდულია მაგას საუბარი მაგრამ აქ საუბარი შეიძლება იყოს აი ახალგაზრდობის დიდხან შენარჩუნებაზე მათ შორის შენც მქონდა საკმაოდ საინტერესო პოდკასტი მაგაზე აი ეს უჯრედის გამრავლების ნაწილში რომ მოკლდება და დამაუწა სახელი რა ქვია მაგას ტელომორა სხვა რაღაცა ხო მოკლედ რაღაცა კონკრეტული უჯრედია რომელიც მრავლდება და ყოველი გამრავლების მერე მოკლდება. ეგ არის ჩვენი სიბერე. კი ბატონო. და აი კიბოს შემთხვევაში, ანუ ეგ სულ მუდმივად ახლდება და იგივე ზომაა, როგორც ვიცი. ანუ კიბოს დამორჩილება ტექნიკურად სამეცნიერო ნაწილში რაღაც მომენტში შეიძლება ნიშნავდეს ახალგაზრდობის უფრო დიდხან შენარჩუნებას, ხო? აი ეგ ისეთი სფეროა ხა რომ ანუ აი შეხედე, ანუ მაღაზიაზე ზუსტ პასუხს ვერ გეტყვის დღეს მით უმეტეს მე ვერ ვიტყვი მაღაზიაზე, მაგრამ მე რაც ვიცი და როგორც მაგ სფეროში ვინც მუშაობს მათთან მისაუბრე მათ გამოცემ მან არის რაღაც ესეთი მომენტი რომ ანუ ყოველთვის უჯრედს თავისუფლებს აკოპირებს რა და ნებისმიერ დროს როდესაც ეს ხდება დაკოპირება იქ ყოველთვის ხდება შეცდომა აი ეგ რო ორი სიტყვით უცებ მაქსიმალურად ახსენებ ეგ არის თან ამიტომ ევოლუციაც ჩათვალე ანუ იმიტომ რომ შენ როდესაც რაღაცას აკოპირებ იქ ჭალებს შეცდომა ხდება და ეგ არის მუტაცია ეგ რო არ იყოს მაშინ მუტაცია არ არსებობდა და ყველა რაღაც ტიპები რო გაიზარდა იქნებოდა ყველა ანუ არ შეიცვლებოდა რა არ შეიცვლებოდა ეს ვერ გადარჩებოდა, იმიტომ რომ როგორც კი ოდნავ კლიმატი შეიცვლებოდა, ეს ტიპები ეგრევე დაიბრიდებოდა. ნული ადაპტაცია, ნული რა თქმა უნდა და იმიტომ იყო რომ ის რაღაცა ეს უჯრედიდან დაიწყო თუ რაღაც რომ მე რო გავრცელდა, ანუ ის გადაკოპირებს რომ შეცდომას უშვებდა და ის შეცდომა რჩებოდა, ანუ ის გენი რჩებოდა რომ გარემოს უფრო უხდებოდა რა და ამიტომ მაგის გარეშე ან ჭალებს შეცდომის გარეშე შეუძლებელია რა და ამის პარალელურად ხა ამას ყველაფერს პლუსი აქვს, მინუსი აქვს და მან არის ფუნდამენტი, ხო, ანუ სიკვდილი ეგაა რა, რაც სიცოცხლეში დევს ჭალებში, რომ ანუ ეს ტიპი უნდა მოკვდეს უეჭველი, იმიტომ რომ ახალ ხო, ანუ იმიტომ რომ გარემო ხო იცვლება და ამას ვერ დატოვებს მუდმივად, ანუ ეგ ციკლი აქვს ჩასმული ხა. მე დავიდან ალბათ არ გქონდა დედამიწას განსაზღვრული, რომ ადამიანი დაიჭირდა და ამაზე ფიქს დაიწყებდა. ამიტომ არავინ არ ფიქრობს ამაზე ადამიანის გარდა. ხო, რომ უნდა მოკვდეს, რავი, არის არსებობს, იღებს სიამოვნებას, არ ვიცი, არ იღებს სიამოვნებას და კვდება. ხო და დაბერებაზე რომ გადავიდეთ, ან მანდეს უჯრედის, როდესაც გაყოფა ხდება პატარა შეცდომები, რომელიც უკვე ვახსენეთ და საბოლოოდ ამ წვდები. ანუ აი როგორც რა შევა მანქანა. ხო და მან არის მოკლედ მთავარი თემა რა არის, ანუ ეს დაბერების პროცესი საბოლოო ჯამში გამოდის, რომ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, ხო და მე აქ შენ უბრალოდ ინდივიდი ხდები და გინდა რომ რაღაცა გადარჩე რაღაც, მაგრამ ნუ აი ეგ გარჩენის ინსტინქტია ახლა და ხო, მაგრამ რაღაცა პარადოქსულია რა, ოქსიმორონია, იმიტომ რომ გადარჩენის ინსტინქტია, მაგრამ თან მოკვდავი ხარ. და მე სულ იმაზე მიფიქრება ხოლმე, რომ ვაჩენ ადამიანს და ავტომატურად უკვე მოკვდა. იმიტომ რომ მან არ გაჩნდება არც მოკვდება რა. ხო და აი ხო და სიკვდილის სიცოცხლე ხო რაღაც ძალიან ის არის რა. გამახსენდა ბავშვობაში მქონდა ეგ რაღაც 5 წლის რო ვიყავი რო. მეთქი რაღაც რეაქტ ხო რაღაც უნდა ვისწავლო, ვიშობო, ვიმუშაო რაღაცა, բայց ბოლო ვიცი რა უკვე. რატომ მქონდა 5 წლის ასაკში ეგ ფიქრი აზიარ ვარ. მაგრამ ნუ აი ეხა გამახსენდა უცებ ამ მიტივტივ და ეგ დაწილი რა. რა თქმა უნდა არანაირი აზრი არ აქვს. მეს მაგას ვამხობ. არანაირი აზრი არ აქვს. სიცოცხლეს, მაგრამ ნუ ეხა მანდარი რო პროცესში ხარ უბრალოდ. ნუ აზრი უკვე იმას შეიძლება რომ აი როგორც ცხოვრობ, რომ შემოქმედ რა სტოვებ, ეგ უკვე რაღაცა პირადი ინდივიდუალური ნაწილებია რა. ხო, მაგრამ მანდაც ხო რეალურად ცოტა თავს იტყუებ და ტოვებ რა.
გადადიხარ არსებობის ციკლში და არ ვიცი ჩემი ეს დრო პროცესებია რა ანუ მანდ არის ესეთი მნიშვნელოვანი რაღაც რო ანუ რაღაცა რო გინდა აი მე გარი მუღამი თუ გინდა ეგ არის მუღამი რო იქ მიდიხარ და იქ რო ადიხარ მე სხვა რაღაცა გინდა ან და აი ჩემი ეს ანუ ჩემი თეორია და ფილოსოფია ბჭყალებს შეგარი რომ სურვილის იდეა ან თუ მეტი სურვილი გაქვს და რა თქმა უნდა ხამის შესაძლებლობების მეტნაკლებად ხო ეხლა შენ შეიძლება გინდოდეს რომ რა ვიცი მე რაღაცა ადგე და შენობა დაძრა ეხლა და მაგას ვერ შეძლებ რა რაღაცა სამწუხაროდ ო ჯერჯერობით რა ვიღა ეგზოჩონჩხები და რაღაცა ხო მაგრამ აქ გონებით არის ხო და ნუ მოკლედ იდეა მანდ ეგ არის რომ ჩემი აზრით თავარი არის სურვილი ხო და აი ეხლა რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ ეგეთ მომავალზე სადაც აი მან შეიძლება ეგ პრობლემები გაჩნდეს აი მე მაგალითად ჩემ პირველ წიგში ეგ არის რომ ჩემ პირველ წიგში არის იდეა მაგაზე მქონდა რომ მომავალი სათანადო გაციფრულებული ყველა არის გაციფრულებული რაღაც დისტოპიური სამყარო აქვს რაღაც სიკვდილი სამყაროს და მან და ეს რაღაც სუპერ კომპიუტერი აკონტროლებს. ამათ აღარ იციან მატერიალურ სამყაროში რა ხდებოდა, იმიტომ რომ მატერიალურ სამყაროზე იციან რომ აღარ არსებობს. და არის ყველა ამ რაღაცა კლაუდზე ატვირთული რა და თან ედემის მსგავსი სიტუაცია, იმიტომ რომ ედემიც ხო ეგაა ჩვენ რელიგიაში, რომ ანუ იდეალური სამყარო, არანაირი შიში, არანაირი ტკივილი და პროსტო შიშველი დადიხარ და ბედნიერი ხარ, პროსტო ვაშლი არ ჭამაპონტია რა და ამათაც ეგ პონტი აქვს, რომ ყველაფერი აქვს და იქ რასაც გაიფიქრებენ, ეგეც ეგრევე უსრულდება. ანუ ნებისმიერ რაღაც ამ ციფრულ კლაუდ სამყაროს ჩემთან ყველაფერი გისრულდება, მაგრამ ეგეთი რეალობაში ხო რეალურად ანუ აღარ გაგიჩნდება რა. და მან უბრალოდ ელემენტია პატარა ის შემოყვანილი, რომ ამათ აქვს გათიშული ცნობის მოყვარეობა. შემოშეგო სპოილერი გამომდის, მაგრამ არ კვევენ, რომ ცნობის მოყვარეობა აქვს. ანუ ადამიანები შემოშ აღარ არიან. ამ თელი მუღამი ეგა რომ ადამიანი აღარ არის. რა იმიტომ რომ ამათ გონიათ რომ ადამიანები არიან, ხვდები? ამათ გონიათ რომ რაღაც სექსი სიამოვნებთ ამ ციფრულ სამყაროში, გონიათ რომ მეგობრები ყავთ. მაგრამ ნელ-ნელა ეს ადამიანები აღარ არიან ეს. იმიტომ რომ ადამიანი როგორ შეიძლება იყოს, რომელსაც გაფიქრებს რომ ეგრევე ყველაფერი უხდება. ხო. ხო და აი ეგ მაგიტო იყო ჩემი პირველ წიგნი დაწერე, მაგაზე უკვე მაშინ ვფიქრობდი რომ ანუ აი ესეთი მომავალი ახლოვდება, მაგრამ რა აზრი აქვს იმას თუ მე როცა რაღაცა მინდა უკვე იქ ვარ. ანუ თუ მე არ მაქვს გასავლელი გზა რა და მაგაზე მე არ მაქვს პასუხი, რაღაცა არსება, რომელიც ადამიანის მიღმა შეიძლება იყოს, იმას შეიძლება სხვა მიზანი იყოს. ურჩიოთ მოდი შენი წიგნი, მაგრამ ეს ლინკს ასე ვთქვა, ახსენაში დავტოვებ, მაგრამ ისეც რო გავაშკარავთ რა წიგნია და სადე მე აქეთ ამოვანათებთ სადმე. ოკეი. მოქსი ქვია როგორც პირველ წიგნი არის მოქსი, სულაკავაკურს გამოცემის არის. მეორე წიგნი კიდე საერთოდ ცალკე თემა არის, ესე ქვია მე ოქსიმორონი. იქ ეგ უკვე ცოტა სხვა თემა, მანდ არის ესე ვთქვათ ადამიანი, რომელიც ეძებს საკუთარ თავში არის როგორ გითხრა იცი, ანუ წარმოვიდგინე რომ დილით რო გაიწო, ერთხელ და უცებ რო იაზრებ, რომ შენი ფიქრებს ვერ აკონტროლებ, ოღონდ რა გაგებით, რასაც გაიფიქრებ, რომ ხდებოდეს. ოღონდ ისინი თუ იმაში არიან მოგშეცი, ეს ჩვეულებრივ რეალობაში თბილისში ცხოვრობს პერსონაჟი რა და თუ შესაბამისად ფიქრება რომ ყოველდღიურობაში რომ გისრულდება სამყაროს სული. ანუ ეხლა მე რო უცებ გავიფიქრო რომ რავი აი ტიპს რატო აქვს აქ კამერა და უცებ კამერავი გადავიდეს რა. ანუ აი შემთხვევით შენზე ცუდი რო გავიფიქრო ეგრევე დაგემართოს რა. ან ეგეთი უკონტროლ ან არაცნობიერად ღმერთია ტიპი რაღაცა. ეგ არის მეორე წიგნი. ოღონდ ყველა ეგეთია თუ ერთია ეგეთი? ერთია, მუღამი ეგაა რომ ეს თავარი პერსონაჟია. მაგრამ ყველა ეგეთი რო იყოს ქაოსი. ერთ დღეში დამთავრდება ალბათ ყველაფერი. იცი რა. ხო ეგ ცალკე თემა არის. ალბათ ვიღაცა შეუძლია დაწეროს ეგეთ რეალურად, იმიტომ რომ რაც ფილმი იყოს ან წიგნი ერთ დღეზე. ხო მაგრამ წარმოიდგინე შენ ხო ხარ ყველაფერი შეგრე ამ დროს თუ გაქრები. მაგრამ ყველას რო იგივე შეეძლოს, მანდ არის ანომალია უკვე. ხო მაგრამ ეგ მართლა ოქსიმორონია, იმიტომ რომ მაშინ გაქრები ყოველწლიურად, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება გაიფიქრო და გაგაქრო. ხო. თუ გაქრები ვეღარ სულული ვეღარ გექნება. მაგ დასწრებაზეა უკვე. დასწრებაზეა, ხო ან ეგრევე უნდა თქო რომ ყველა გაქრეს. ყველა მე დასწრება თავო სისტემა. მან პირველი თემა ჩემი ეს და ეგეთ რეალობაში რომ გაიგო და პირველი რაც უნდა იფიქრო რომ ყველას წაერთვას ეგ სურვილი. ხო, ხო. და მარტო შენ დარჩა რომ გააკონტროლო რეალობა რა. აი ახლა მაგდონალდზე დავედით, აი რაღაც გმირებს ახლა კომიქსები მაგრამ ნუას რა და მანდ იყო ხომ ბევრი გმირი, ხო ყველას რაღაცა დროში მოგზაურობა უნდა ზოგი ის და მე მინდოდა ხომ ყოველთვის ერთ-ერთი ეგეთი გმირი არის პიტერ პეტრელი. არ ვიცი. ანუ ვაფშე DC-დან არ არის, ანუ მე მგონი DC არის, ოღონდ აი ჰირო გმირები იყო ერთი სერიალი. იქ იყო ეგეთი პერსონაჟი. რა უნდა იქონდა? ჰიროუს როგორ მიყვარდა? პიტერ პეტრელი რა უნდა იქონდა, იცი? სახელთან ჰიროუსში რა ეგ. ხო. რომელი არის? თავარი გმირი. მან არის ორი თავარი გმირი, საილერი მახსოვს კი, საილერი ხო. და პიტერ პეტრელი რა. ხო და პიტერ პეტრელს რა უნდა იქონდა, იცი? ან ნებისმიერი უნდა შეეძლო დაეკოპირებიდა.
ოღონდ როგორ იცი, ანუ სულ ქონდა რა, თავარი გვერდზე გაევლო. ხო და ეგ ანუ საილერი ხო იმას შევედა კლაუდა და მე უნარს პარავდა, ტვინს ჭამდა და რაღაცა რა პარავდა და ამას შეეძლო უბრალოდ გვერდზე გაევლო და ეს უნარი დაეკოპირებინა და ეგ უნარი ანუ მაგას ვფიქრობდი ხოლმე ყოველთვის იყო ეგ დათქმა რომ ყველა სხვასაც უნდა ქონოდა უნარი თორე აბა მარტო მე თუ მექნებოდა ანუ მაშინ აზრი არა აქვს რა გორან მახსოვს ხო ეგ ძალიან მეოსება ეგ რაღაცა ყველა ხე ბეტმენი სუპერმენი რაღაც მაგრამ ან იყო აზიელი კიდე დროს უაჩერებდა ხო არა ეგ იყო ჰირო ნაკამურა ხო, აზიელი. ხო, აზიელი მე თორე აიზეკი იყო ერთი რომელიც ხატავდა მომავალს. ხო. კი, აზიელის აიზეკი იყო რომელიც მომავალს ხატავდა. ჰირო ნაკამურა მაგარი ტიპი ძალიან. აუ რა, ყველაფერი ყველა მახსოვს და ზებირა თითქმის ყველა მოკლედ რა. ძალიან მაგარი ის იყო რა. აუ ვისაც არ გაქვს ნახი და ვისაც DC-ს და Marvel-ის იქით გინდათ კიდე. ხა არ ვიტყვი რომ ძალიან შედევრი და რაღაცა, მაგრამ ნუ აი ცოტა განსხვავებული რო არის, საინტერესო არის. მაგაგებით რა. ეგ საკაიღს გააცოცხლე. ეს აღარ მახსოვს ვაფშე, მაგრამ მაშინ მახსოვს კი, აი ყოველ დღე უყურებდი რა დილით რაღაცა იმედზე გადიოდა თუ არის და. შენ ტელევიზორში. აბა, საქართველოში ქართულად. მე ინტერნეტში უყურებ. ხო, მე ხა ინტერნეტშიც ვნახე, მე ორჯერ თუ სამჯერ ინტერნეტში ვნახე, მაგრამ დილით მე მგონი იმედზე. რომელ წელს უყურებ? აუ, ძალიან ადრე რა. ახლობით ხوار გახსოვს. 10 წლის. სკოლაში ვსწავლობდი რა. მაშინ მეტი 10 წლის კი არა, მე ხან პატარა მგონია ხოლმე თავი უკვე. ბევრად მეტი კი. მე 2008-ში უყურებდი მგონი. ხო, რაღაცა იგრე რა. ეტყობა მოკეც. მაგრამ მე რამდენჯერმე უყურე ინტერნეტშიც რა. ხო და მაგის გამო დამამახსოვდა ეს პერსონაჟი. თან ეს ჰირო ნაკამურა მაგარი ტიპი იყო, თან ნინძა იყო. ან ნინძა რა სამურაის დია ქონდა რა, რომ მე დროში გადადის და იქ სწავლობს ამ სამურაის თემს უკვე წარსულში თავის ბაბუასთან თუ რაღაც ელიან. შენ ჩემზე კარგად გახსოვს. დროის გაჩერება და ხო ძალიან საყვარელი. ნუ პირველი სეზონი და მეორე ყველაზე კაი იყო რა და სხვა სეზონები ცოტა ისეთ მე უკვე ბევრი სხვა პერსონაჟი შემოდის და უინტერესო ხდება რა. ფრინჯი ნახი გაქვს? რომელი? ფრინჯი. ფრინჯი ხო უეჭველი. ფრინჯი არის აი ჩემი საყვარელი სერიალია მაგ პერიოდის რა ფრინჯი არის ყველაზე მაგარი სერიალი. მან არის ზუსტად ეგ რომ ანუ ვიღაც მეცნიერია სახელი აღარ მახსოვს. ვოლტერი ქვია და არის ერთი ქერაძებელი ქალი იცი რომელი იმაში თამაშობს. ეგ რა ქვია იმას? Homeland-ში. Homeland-ი. მოკლედ მან არის ეს ვიღაც გენიოსი მეცნიერია რომელიც აი ალტერნატიულ რეალობებს იქნება და ყველა სერია არის თან თითქოს დამოუკიდებელი რა და ანუ ხაშეს ეგიცი ისინი მეოსება პროექტები რაღაც დამოუკიდებელი სერიალები რაც ვიცი ახლა Black Mirror-ი და Love Death Robot-ი კიდე რომელიც რავია ეგ კიდე უფრო იმინას მოწყვეტილია იქ ცოტა ებმევა ეს სერია ისე ხო იდეოლოგიურად მაინც იმაზეა რაღაცა ცოტა საზოგადოებრივი რაღაცა მოწყობაზე აბსურდებზე თან ტექნოლოგია რომელიც ამ საზოგადოებას ცვლის პირობითად და რაღაც ბოლო სეზონის პირველი სერია ის საშინელება არის თუ გაგდა ნახე? ასუდი ბოლო სეზონები ვაფშე აღარ ვიყავ. ხო, არა, ეს ბოლო სეზონის პირველი სერია ძალიან კაია. მოგეწონა. პირველი სერია იყო ტოპ. ინდონეზია ტოპ არის, რომ აი ყურება აღარ გინდა რა. ხო. აი იმიტომ იქ ხდება ყველაზე აი დღევანდელ დროში ტექნოლოგიურ პროგრესს რაც შეიძლება მოქონდეს სიკეთე, მაგის ყველაზე ნეგატიური მხარე რა. ეს არის მან ხდება ეგ ამბავი, რომ რაღაც ინსულტი თუ რაღაც მოუვა ადამიანს გაუკეთებენ რაღაც ექსპერიმენტულ ოპერაციას და ტვინში რაღაც ჩიპს ჩაუდგავენ, რომელთაც დაუბრუნდება რა სამყაროს რა ეს ადამიანი. და რაღაც მომენტში უკვე subscribe-ი მოუწევს, რომ ყოველთვე იხადოს. ასე გამახსენდა. ხო, ყოველთვე იხადოს და მე თან ყველაზე მთავარი ის არის, რომ მე წვილი რო არის, წვილი და მე რაღაც ყოველთვეში იზრდება ეს განსახადი და ინდონეზია მიდის, რომ ნუ აი რეკლამები ვაქვს ბოლოს. ხო, რეკლამები რო აი ხო ხსები რა. ეხო რეალურია რაღაც მომენტში არ ვიცი ხა აქ რაღაცა სტალინკიაშოშა ნეიროლინკი რაღაც რა უნდა მაგას რა აი ხა საუბრობდნენ იმაზე რომ ეს ამდენი თანამგზავრი რო არის და ეს დრონებით რეკლამები რა მე ძალიან მოწონს ჩემი მიმართულებად მე მიყვარს დრონები და ეს ტექნოლოგია გიჟდები მაგრამ წარმოვიდგინე რომ ყველგან თელ დედამიწაზე დრონები დაფრინავდნენ და ცაში რეკლამები გქონდეს ხო აბსურდი არის. ხან შენ ხო აღარც აგიტოვებს ანუ თავისუფლებას, რომ აი მე გამოვიდე ღამე და ცაზე ვარსკვლავებს უყურო. აი წარმოვიდგინე რომ გამოდიხარ და დიდი პლაზმური ტელევიზორია, LED ეკრანებია, რაღაცეები და რეკლამებს ხედავ ცაშიც. მაგრამ მეორენაირად შეხედე მაგას, ცაში საერთოდ დაიყურე. სადაც იყურები აი ეს არის. ხო, მაგრამ როცა მინდა გავიხედები რა, მე მაგის თავისუფლება რა. არა, მესმის, მაგრამ რეალურად რას უყურებ არის ეკრანი. და აქ კიდე ყველაფერი რეკლამა გიზი.
ხო მაგრამ აღარში მე ხა ისეთ იმაზე ვარ მიჩვენია სანამ კალაგარეს წავიდე მთაში რაღაც ბუნებაში დავჯდე იქ შენ უფრო ვეღარც გაექცევი ხო ვეღარც გაიქცევი რა მაგას ვიძახი მაგასაც თავიდანები როგორც მანდარი მართლა ტვინში ჩაგიტვით თავი ალბათ ხო და მაშინ თუ ტვინში ჩაგიტვით რასაც ხედავ მაშინ იმასაც თვალი გააკონტროლებ რა იმიტომ რომ ასე აღარ ეკრება მაგ ყველაფერს მაგრამ ნუ რაღაცა აბსურდული რეალობა რა არის მან ყოველ საინტერესო არის რომ აი მაგალითად რადგან 60 ფანტასტიკას საუბრობთ და იმაზე შეიძლება რაღაც ანუ მაგალითად რომ შეხედო 70-იანების 30 ფანტასტიკას 80-იანებისაც 60-იანების კიდე განსაკუთრებით ყველგან არის მიფრინავ ეს სადღაც ეს ტიპები მარსის კოლონიზაცია მარსი ილოსაც ხო იგივე იდეა ქონდა ამ იდეა მაგის რატო უნდა მარსი აი ამბობდა თავიდან ყოველ შემთხვევაში ღიად რომ მე მინდა რომ ამ პლანეტას მოუწყდე გავში ჩემი მქონდეს რაღაცა რა იმიტომ შეშლილი გახდება მსოფლიო მალე ხო მან შეხედე რა ხო და მაგიტო ამოფრონ მან თემა რა იყო რა რომ ანუ სინამდვილეში თქო რა 30 ფანტასტიკას როგორ შეუძლია რაღაცა იწინას სამომტყელოს ასე შესწომა შევიდეს არსებული ტრენდიდან გამომდინარე და მე მთელი თაობა გაზარდოს ტყუილზე ყალებში კი რას და ეგ იყო ეგ რომ ანუ ყველა ელოდა მოკლედ მე-20 საუკუნის ბოლოს რომ აი ძმაო всё რა სისტემა კი არა სისტემის მიღმა გაუვალ და კოლონიზაცია იმიტომ რომ იყო მაშინ 60-იან წლებში რაღაცა გაქანებული კოსმოსური რბოლა საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის და იქ იყო ჰაიპი რა იქ პირველად მთვარეზე გავიდე იქ პირველად ადამიანი გავიდა კოსმოსში ეს ხდებოდა 50-იანების ბოლოს 60-იანები და ანუ ჯერ ადამიანის გასვლა მე უკვე მთვარეზე წასვლა და და ყველა შებერა რა ყველა საიფაი მაგას წერდა რომ წავიდეთ და მე უცებ გაქრა იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი გაქრა კონკურენცია დაიკიდეს მე შემოვიდა უცებ ციფრული თემა ციფრული ავტომატიზაცია რობოტები ეხლა ყველა წავიდა მოდიან რობოტები მოდის AI მე ეგ წამოვიდა რა ეხლა აი ძალიან საინტერესო დასაკვირვებელია ზუსტად აი ეხლა რა მოდის რა და არ ვიცი AI მართლა იმიტომ რომ ChatGPT ეხლა გასაგებია რომ შეიძლება ცნობიერება არა აქვს მაგრამ ძალიან გავს ეხლა მაგალითად კოსმოსურ ოდისეაში 2001 კოსმოსური ოდისეა კუბრიკის ფილმში ჰალს გავს ეხლა იქ მას ცოტა ემოცია ჩემოსდის მაგრამ თან არა ძალიანაც ემოციური ტიპი რა და ეს როგორც ელაპარაკება რაღაც რავია ჩართე დღეს ChatGPT-ს ელაპარაკე რავი ეგაა და მაშინ ვაფშე უცხო რაღაცა იყო როდესაც კოსმოსური ოდისეა ნახეს ვარ ვწდები 68-ში გამოვიდა ეგ ფილმი რა ვიცი რა IA-ის უნდა ელაპარაკო ტელეფონი არ არსებობდა და დღეს აგერ იგივე პონტია ჩართე და ელაპარაკე რა ვიცი ალია რა არის და ეგ უფრო ახდა თქო მაგის თქმა მინდა თორე მანდარის ის ფაქტორია რომ იუპიტერზე მიდიან 2001 წელს, მაგრამ 2001 წელს იუპიტერზე მიდიხარ კი არა და მარსზე ვერ დავჯექი. ხო, ადამიანის თვარეზე ეხა დაიგება მეორე პირველად. მივდივარ და ისეთ ვერ დავსვით ჯერ თვარეს გარშემო წამოვიდა. ხო და ეგაა თქო, მაგის თქმა მინდა, სადაც უცებ რაღაცა შეიცვლება და შეიძლება ეს sci-fi-ს ვაფშე დატრიალდეს. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ზეგ, აი როგორც ციფრული სამყარო წამოვიდა, სად იყო ხა? AI როგორც უცებ გაჩნდა და ანუ იგივე ციფრული სამყაროს ეს გაციფრულება ეგ მაგიტოა ხა ეს ტრენდი. გემზეც ვილაპარაკე ხო იგივე პირველი ციკლის მაღაზია მაქვს ხო? ანუ ძალიან ტრენდია რა ეხლა 30 ფანტასტიკაში გაციფრულობის მომენტი მაგრამ ხო შეიძლება რაღაც მესამე ტექნოლოგია გაჩნდეს რომელიც გაციფრულებს კი სხვა რაღაცა იქნება და რავი აღმოჩნდეთ რომ ის არის და ეს გაციფრულება ყველამ დაიკიდოს. ამიტომ ეგაა რა ყველაზე მაგარი რაღაცა რომ ერთი მხრივ ცდი მაგრამ მეორე მხრივ მაგარ შეიძლება მოტყუდა. არა ერთი ავტორი თელი თაობა რა. ეხლა მე CSR-ო ვიყავი ამერიკაში, იქ ძალიან ბევრი კომპანია იყო, რომელიც ამ კვანტური კომპიუტინგის პირველი ვერსიები ქონდა. ხო. და მათ შორის ეხლა თუ არ ვშტები Microsoft-მა დაანონსა რომ მომავალ წელს სამომხმარებლო გაყიდვებს დაიწყებდნენ და ნუ Google-იც ეხლა ნუ რაღაცა გიგანტი არის. რა თქმა უნდა, ჩინეთის არ უდებს რაღაცა პიკ თუ არ ასწრებს რაღაცა არ ჩამორჩება ძალიან ყოველ შემთხვევაში. და აი რაღაც მომავალი ან შემდეგი წელი, მე ვფიქრობ შემდეგი 2 წელი იქნება რაღაც კვანტურის აღზევების. ნუ ჩემი პროგნოზი ეგეთია. ეს კვანტური კომპიუტერი რა არის? ეხლა თავ ეგეც ვთქვათ, მოდი რომ რაღაცა იგივე კომპიუტერია, უბრალოდ გამოცხებს ეხლა თუ რაღაცა ერთი დღე ჭირდებოდა ამ კონკრეტულის გამოცხებას, ისაკეთებს ერთ წამში პირობით. და კიდევ უფრო ჩქარა გააჩნია რა. ხო და ეს აჩქარება რაც გვაწევს გამოანგარიშების ალგორითმების, რომ ჩემი გაგებით მე რაღაც პოზიტიურად ხას უყურებ, რომ რაღაც ბევრი ვირუსის განკურნებას უფრო სწრაფად პირობითად, რაღაც ბევრი დაავადების განკურნებას, წამლის შექმნას, თუნდაც ხომალდის უფრო საინჟინრო მხარის რაღაცა უფრო კარგი რაღაცას, იმიტომ რომ იქ ვინც არის ეს სამ ხომალდს გაუშვებენ, ეხლა ყოველ ჯერზე მილიარდებს ხوار დახარჯავენ, მიდის ზანდის სიმულაციები, ტესტები, ასე ვთქვა, სიმულატორში და ამ სიმულატორის ახვეწას, რა თქმა უნდა, რომ ეს ყველა კომპონენტი რაც შეიძლება რომ ადამიანური თუ არადამიანური კარგად გამოთვალო, უფრო ხარისხიანი შედეგები მიიღო და მე ის წარმატების შანსი ნებისმიერ მცდელობაში უფრო მაღალი გქონდეს, ვიდრე ეხლა გაქვს რა. მე ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულად ესე ვხედავ. შენ აი რა აქ ამ კუთხით რა წარმოგიდგენია? კვანტური კომპიუტერი. კვანტურზე, ხო.
კვანტური კომპიუტერების მიმართულებით მე მაქვს ოპტიმიზმი ძალიან დიდი, იმიტომ რომ მგონიან რომ მან რაღაცა მნიშვნელოვანი გარღვევა უნდა მოხდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან სკეპტიკური გამოხმაურებები არ ვიცი როგორ თქვა, წამიკითხავს მაგასთან დაკავშირებით რა. მათ შორის ერთი ჩემი მეგობარია, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს AI-ის მიმართულებით, გერმანიაში გააგზავნა და ნუ მოკლედ ენთუზიასტია ამ მიმართულებით, რავი, AI ცნობიერების მიმართულებით და შემდეგ, მაგრამ აი კვანტურ კომპიუტერზე რო ველაპარაკები ხოლმე ბექა მოდრიკილაძე არ შეიძლება იცოდი ჩემს ყავდა ხოლმე პოდკასტი. თუ ამ მეუბნება ხოლმე სულ რაღაცა იმ მიწაზე მიშვებს ხოლმე მაგ რო რაღაცა აი არ ცოტა ჰაიპია მეუბნება და არ მგონიაო რომ დაანახო მომავალში ეგ ტექნოლოგია დაიხვეწოს. ჩემთვის როგორც ესე ვთქვა, უბრალოდ დაინტერესებული ადამიანისთვის ჰუმანიტარი მეცნიერისთვის ყალებში ძალიან პერსპექტიულად რომ ჩემთვის გავს მაგალითად კლასიკური კომპიუტერების ისტორიას რა, როდესაც რაღაცა ოთახის ხელა კომპიუტერები იყო და ყველას რა არის ეს რაღაც სახლის ხელა კომპიუტერი ქონდა და დღესაც ხო რაღაცა კვანტურ კომპიუტერს ხო ეგეთ მდგომარეობაში სპეციალური ტემპერატურა ჭირდება, იქ ხო დაბალი ტემპერატურა ჭირდება, ასე პატარა ეს არ არის ხო ეხა გაიჩნდა რომ პატარა კომპიუტერების გამოვიდა მე ვნახე რაღაც პროტოტიპები რაღაცები, მაგრამ არ ვიცი ხა იქ რამდენად გახდება, იმიტომ რომ მაგას ხო პრობლემა აქვს კიდე განზოგადების, ხო? არ ვიცი ამდენ სწორ ფორმით ვამბობ, რომ მაგას შეუძლია მაგალითად შენ შეგიძლია რაღაცა ცილა დაათვლე, რა. დნმ გააშიფნო კონკრეტული რაღაცის და გააკეთოს ისეთი ოპერაცია, რომელსაც ყველაზე კლასიკურ, ყველაზე ძლიერ სუპერკომპიუტერს დაჭირდება მილიარდი წელი. ამან გააკეთოს რავი, ამას როგორც მე ვიცი, არ შეუძლია გაშლა რა. ანუ აი პირობითად არ შეუძლია სხვა რაღაცის გაკეთება რა და კონცენტრირებული ერთ საქმეს. ხო, მე ეგრე მესმის, ხო და ანუ ეგ შეიძლება იყოს, ესე ვთქვათ, დიდი პრობლემა, იმის რომ შენ უნდა ჩადო პირობითად წარმოიდგინე რაღაც ძალიან დიდი თანხა და AI-ს ხო რაღაც მომენტში ეგრე იყო და მე ამატებენ ხა თუ მათემატიკური მოდელები, იქ დიზაინის მოდელები, იქ რაღაცა იქ ფინანსები, იქ რაღაცაები და ნენელა ეს რაღაცა შენდება და ვითარდება რა. ხო და აი მაგიტომ რომ მე ანუ რაც ინფორმაციას გავცნობილ ვარ ამ მიმართულებით, აი რაღაცა თითქოს ორად არის გაყოფილი ეგ ფილდი, იმიტომ რომ ანუ ვიღაცები არიან ვისაც ჯეირად და თუ მაგას გავყვებით, მაგ მხარეს გავყვებით, რა უდიდესი შესაძლებლობებია წინ, იმიტომ რომ როგორც ჩვენ თქვი ხა ესეთ გამოთვლაზე მედიკამენტს შექმნი, ეგრევე ყველანაირ ფორმულირებას გააკეთებ ხო და რავი სიმულაციაში იგივე რაღაც რეალობა რო შექმნა, ანუ მაგას ადარებენ ხოლმე ძალიან მარტივად, აი ლაბირინთს ადარებენ ხოლმე, რომ კლასიკურ კომპიუტერი ასაკეთებს ხო, არის რაღაცა ლაბირინთი და პირობითად იქ უნდა გამოხვიდე. ადაბედან რაღაცა. ხო, ტიპი დგება და პირობითად ისევ ძალიან უხეშად რო აქვს და ყველა იმას ეძებს რა და რაც უფრო სწრაფი, ამას შეუძლია, რადგან გადახლართულობის თემა აქვს, ერთდროულად ყველა პოზიცია ნახოს ძალებში და ეგრევე გამოვიდეს მაქინიდან და ანუ ეგ რაღაცა ასტრონომიულად აჩქარებს ყველას. ხო, აი მე მაგაზე ხა ვერ ვიტყვი, რამდენად არის მაგაში ისეთი პოტენციალი, რომ ამას ჩვენ მოვესწროთ, გინდაც უახლოეს 10 წელიწადში რა. მაგრამ რასაც ვიმედოვნებ რომ ხო, იმიტომ რომ მაგათ მაინტერესებს მინიმუმ ხე. მაგრამ დროში ვცხოვრობთ რა საერთოდ. ეგ ტექნოლოგია თუ დავხვეწეთ, მე მგონია რომ ეგ პირდაპირ AI-ის მიმართულებითაც ხო. ხო, AI-ის მე მგონია რომ AI და რობოტიკას დაბუსტავს, მაგრამ მე რაღაცა მან ვხედავ ყველაზე მეტად და მედიცინაში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მედიცინა რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არის ჩვენთვის, საზოგადოებისთვის და თან რა ვიცი, ხა ბიზნესურადაც ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი რა. ფაქტობრივად პანდემიის მერე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ეს რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ტექნოლოგია მედიცინაში და რაღაცა ცვლილებები ამ კუთხით. ამ ნაწილს პირობითად რომ ეს ნაწილი გადავაგვაროთ რა, ეხლა იქ კითხვის თემაზე წერა მიდოდა და ამეშო რადგანაც მაინც რაღაცა ამ კუთხით ტრიალებთ, აი შენი აზრით, აი იყო სულ არის ხომ ეგ კითხვა. აი როგორ შეიძლება შეაყვარო ბავშვს კითხვა, ხო? და კითხვის აუცილებლობას ეხა საერთოდ საუბარია რა ეს მედია წიგნერებამ და რაღაცეებმა რაღაცა ფორმირებას უკეთებს განათლების სისტემას მთლიანად ცვლის ეს AI-ს მათ შორის ზოგადად ამ სტანდარტულ და კლასიკურ რაღაც მასწავლებლებს ლექტორებს უნივერსიტეტ სკოლას რაღაცა ძალიან დიდი გამოწვევას უყენებს რა ხო და შე როგორ ხედავ მაგას რომ აი ჯერ ერთი როგორ უნდა შეაყვარო ბავშვს კითხვა და მეორე განათლების სისტემის ნაწილში თუ გიფიქრია საერთოდ თუ არ გიფიქრია რაღაცა ზოგადად შეგვიძლია ეხა გავშალოთ ეგ თემა როგორ ხედავ განათლების სისტემას თუნდაც სამეცნიერო თუ არასამეცნიერო მნიშვნელობა მაგას არ აქვს რაღაც უახლეს 50-100 წელიწადში მოდი ახლოს ვთქვა ხო ახლოდან დავიწყოთ და მე სადამდე გავყვები მე სადამდე გაყვება ჩემი ფანტაზია პირველ რიგში კითხვაზე ზოგადად მე იმიტომ რომ ბოლო მე თუ წერი და ეხა მიუხედავად იმისა რომ მეცნიერების პოპულარიზაციით ვარ დაკავებული საბოლოო ჯამში ჩემი მიზანი არის რომ ხარისხიანი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ვიყო მწერალი რომელიც მოახერხებს რომ აქედან გააღწიოს რა და შესაბამისად ეხა
როცა ამაზე ფიქრობა, ამ ხელოვნ მიზანი გაქვს და მე გეფიქრება რომ საერთოდ რავი 30 წელიწადს წიგს წაიკითხავენ, მაგას გეფიქრება, მართლა გეფიქრება იმ თუ რავი სოციქსელები რას აკეთებს ხო ტვინს, ჩემზეც მოქმედებს. ვიდეოს აღარ უყურებს ხალხი, რაღაც 20 წამიან რაღაცებზე გადასული და ხო, მეც თქო მედიაში ვარ, სამეცნიერო მედიაში ვარ და მთელი იმ სტატისტიკას ყოველთვე ვუყურებ. მე ყველაფერს ზეპირად ვიცი, ვინსად კლიკიდან რაზე გადადის ჩვენთან რა. ანუ ყველაფერი თავში მაქვს გამჟდარი და მე ვხედავ რომ მაგალითად როლდებ Reels და აქვს, რა ვიცი, 150.000, 170.000 ნახვა მეტაზე და აქვს 4.000 ლაიქი და კომენტარებში სამყაროს განიხილავენ და ყველაფერს ეხებიან და ასობით კომენტარია. მე ვუყურებ და ამ გადაცემაზე ტიპი YouTube-ზე გადადის 100 კლიკია. მეტა მიჩვენებს მაგას რა და ხა ეგ მაფიქრებს რომ ანუ ტიპები უყურებენ ამას ძალიან მოეწონათ 4.000 მაგას დაალაიქა კაცო რატო დაალაიქა მაშინ ხო ეგ რენდომად დამოგდებული არც რეკლამა არაფერი ხო აღარ გადადის სულად სანახავად ანუ შენ აკეთებ რაღაცა ხარისხიან კონტენტს თუ არ დაყავი აღარ უყურებს ხო და ეგ ხა პირდაპირ ეხება წიგნს ანუ ეგ პირდაპირ წიგნს ეხება იმიტომ რომ შენ რა ვიცი მე ვიღაცა მოგიყვება ეხა გაიჩნდა უამრავი ვიდეო ისინი AI რო კითხულობს წიგნს გიყვება რა 2 წუთში რაღაცა და ქართულადაც არის და ტიპი ეხა ვიღაც დადგება და მოყვა რა всё აღარ მინდა რა მათ ხო დაიკარგა მთელი ის მუღამი რა წიგნს აქვს საერთოდ რა შენი ფანტაზია შექმნა წარმოსახვის უნარი განავითარო და მანდარი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით მაგრამ ეხა ისეც სფეროში შევდივართ რომ ამას ვაჩვენებს რეალურად რა არის როგორ მოხდება მაგრამ მანდარი მნიშვნელოვანი რომ ფანტაზიას დაერხევა რა კრეატივის უნარი 0, ფანტაზიის უნარი ხო? ნებისყოფა 0, იმიტომ რომ შენ რო კითხულობ ერთ გვერდს ეგრევე გაგირბის ტვინი რომ აუ მოიცა რა, სამერი მინდა ამის აღარ მინდა ეს რაღაცა რა წამაკითხებს რა. სტატიის დაწერა აიღე, რავი, AI შეგიძლია ისე სწრაფად გამოიყენო, რისერჩი გააკეთებინო და სტატია დაწერო საჭი. ანუ ოღონდ იმინა ხარისხიანად გააკეთებინო რა და ეხა ადრე შენ როგორ განსლება გჭირდებოდა ამაზე იმხელა რაღაც ახლა მე მეფიქრება ხოლმე რომ აი რომ გავარდა ნაშრომის გარშემო იტყუება სიმართლეა რეალისტურია მთელი ამ კომპონენტი ხო და ეგ ძალიან რთული თემაა მაგიტო ვამბობ რა და ამას რეალურად რა შეუძლია მოგვიტანოს არ ვიცი მაგრამ წიგნი როგორ უნდა გახდეს როგორ უნდა შეინარჩუნოს რაღაცნაირად უნდა მოხდეს ადაპტირება ჩემი აზრით რა AI-სთანაც უნდა მოხდეს ალბათ ადაპტირება ციფრულ რეალობასთანაც უნდა მოხდეს და ბოლომდე როგორ უნდა შევინარჩუნო წიგნი, აი მაგას მე მარც ცოტა სკეპტიკულად ვარ, იმიტომ რომ გონია რომ 20 წელი იქნება თუ 10 წელი იქნება კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი დაიჭერს ხელში წიგნს. მე მაგალითად დავიტოვე. აი რაღაც რომ ცერგოდ არ ვკითხო. რა, წიგნს რა, სულ მინა წიგნი რაღაცა ჩვევა მაქვს, მაგრამ რავი, ანუ ის თაობა რომელიც ჩემზე უკან მოდის, ანუ იმას ჩვევა არა აქვს. მე მან გავიზარდე, ხედავ, მე რომ წიგნი შემიყვარდა, მე რომ კითხვა შემიყვარდა, იმენა წიგნი მეჭირა ხელში და რაც არ უნდა ციფრული შემომიტანო, აქ უკვე დალექილი მაქვს და აი მე იმ თაობის მეშინია, რომელმაც ეგ ვერ მოასწრო. ხო. და ეგ ჩვევა აღარ აქვს ტექნიკურ დონეზე მე არაპრაქტიკულ რაღაც. ნუ ეხა ეგ ტექნიკურად პრობლემა არ არის, რაღაც მომენტ, იმიტომ რომ აი ვიღაცას ქეში ერჩივნა, ეხა მობაილი შეიძლება რაღაცა. ხო, ხო, მაგრამ ეხა ვიღაცას ხო მაინც აქვს ქეში ურჩევნეთი ხარ, მაგრამ მე არ ვიცნობ ეგეთ ადამიანს. ხო, არიან, არ ვიცი. მე ქეში შეიძლება. მე ქეში ხელში არ. მაგრამ წიგნის მთელი მუღამი მე უფრო სხვა არის რა. ეხლა შეიძლება ციფრულად წაიკითხო მაგალითად რაღაც არის Kindle და რაღაცეები, რომელიც ნუ კაი თვალისთვისაც ისია გაკეთებული. ხო, მაგრამ ხო კითხულობ რა. და მე იმ ყველაზე მეტ მეშინია რომ აღარ წაიკითხავენ ეგ უფრო პრობლემა არის, ვიდრე რითი წაიკითხავენ, Kindle წაიკითხავენ თუ ხელით ანუ რეალურ ტექსტს წაიკითხავენ რა. ეგ უკვე რაღაც ემოციური კავშირის ნაწილი არის უფრო. საბოლოო ჯამში მაგ ხრი მაინც ცოტა ოპტიმისტურად დავუთ რომ მგონია რომ მაინც წაიკითხა. ადამიანი მაინც წაიკითხა. იმიტომ რომ story სხვა არის რა. ანუ აი ხა მაგალითად ფილმები ადრე ხო ეგონა ვაფშე რომ მე მაქვს საკითხული სტატიები საკითხული ფილმ ეკრანიზე რომ გამოჩნდა რა ანუ ტელევიზია რომ გამოჩნდა ვიღა აიკითხავს იმიტომ რომ რა ვიცი ადაპტაცია მოხდება ანუ ეს შენ ნებისმიერი ხარისხიანი წიგნის არ უნდა შედეული ის საკმარისია მე წაიკითხო წიგნი და მიხვდები რომ იმენა ბულშიტს უყურე ბევრ წიგნზე მომსვლი მართლა ფილმი ჩემს აყოლე ეკრანზე უბრალოდ კარგი ფილმი მე მიპოვია სადღაც არქივში წიგნია, წამიკითხავს და ეს ფილმი მინდა მეთქი არის, რას გავს. ხო. ვერაფერი ამწამს ხოლმე. ვერ დაგანახებს წიგნს ისე როგორც წიგ შეუძლია. იქ უამრავ სიღრმეებს, პერსონაჟები შენი წარმოდგენები ზუსტად ფილმი ვერ გაძლევს მაგას. ხო, შენი გემოვნებით არის რა. ზუსტად ფილმი ვერ გაძლევს მაგას და ეგ მგონია რომ არ გაქრება. იმედი ნამდვილად არ გაქრება. თორე მაგის მართლა მეშინია და
არ ვიცი. მომავალში თუ გაიშდა ისეთი ტექნოლოგია, რომ შენ მაგალითად ჩაგიტოს პირად. აი ტვირთავ, ეხა ხო ეგ რა თქმა უნდა ყველაფერს შეცვლის, მაგრამ ამ წამს ხო. აი ფილმებზე სხვა შორის ფილმებზეც იყო ეგ ამბავი, რომ გაქრება კინო და კინოში სიარული. მე კინოში სიარული ეხლა უფრო შემიყვარდა ამ ბოლო პერიოდში რა, სიმართლე გითხრა. აი კინოში სიარულის მიმართ ცოტა მე სკეპტიკურია, მაგრამ რაღაცა ისა. არის რაღაცები, აი ეგ რაღაცა ცოტა ხო რიტუალივით არის რაღაცა. ხარისხენი საუნდ სისტემა, ხარისხენი ეკრანი, სახში თუ გაქვს, ნუ ანუ აი გაჯენებად. მე მარტივ მაგალითად მე ხა ნორმალური კარგი ტელევიზორი მაქვს, რაღაც ნორმალური საუნდ სისტემა მაქვს და ანუ კინოში რომ მივდივარ ხოლმე ყოველთვის დანაკლისი მაქვს. მე კინოში ვერ მაყურებინებენ იმ ხარისხით ფილმს, როდესაც ვხედავ საქართველოში განსაკუთრებით რა. ხო, საშინელი ხარისხი კინოში რომ მიდიხარ, საშინელი ხარისხია. იქ 4K-ში მაქვს გადმოწერილი რაღაცა 200 გიგაბაიტიანი ფილმი და იმინე идеალურ სივრცეში უყურებ. და კაი აუდიო სისტემა თუ გაქვს идеალურად შეგიძლია. მაგას ხო, მაგრამ აი რაღაცა ძალიან თუ ისეთი გამოვიდა ხოლმე, აი ვიღა ჩემ გოგოსთან ერთად შევა წავიდე და ოკეი, უყურო რა. ხო, მაინც ეტივიტების ყოფილი. ხო, მაგრამ მანდ მიჩვეული ვარ რომ ხარისხი ცუდი იქნება. ანუ უფრო ცუდი. 3D ხო საერთოდ. ხო, 3D. სათვალით იმენა ყურება ძალიან რთულია. ეგ ხო ეგ იყო რომ თავიდან ტელევიზორები რო გამოდიოდა, ახლა ყველგან ჩააშენეს, მაშინ ეს 3D-ები და ეხლა აღარც არის. თუ არ მეშლება ახალ ტელევიზორს. ხო, არ ვიცი ეგ ნაწილი. იმიტომ რომ არ გაამართლა რა, ან რაღაც ტექნოლოგიებმა არ გაამართლა და როგორც 3D-მა არ გაამართლა და გახარდა ისევ კლასიკურ გაგებთ უყურებთ კინოს, წიგნით კიდე უფრო შენარჩუნდა. მე თავიდან სხვანაირად წავედი. ნუ კამერონმა შექმნა ეგ თემა თავიდან და რაღაცა კამერონმა შექმნა და ეხა ბოლო ავატარი არ ვიცი თუ ნახე კინოში ვნახე და არა ვერ რამე წავიდა წინ ან პირველი ავატარი რო ვნახეთ და პირველი ავატარი რო ვნახე კინოში რაღაც ერთ-ერთი სცენა მახსოვს ეს ტიპი მირბოდა და რაღაცა ესროლეს რა და გადავხვდი. ან პირველი იყო და ეხა რა ვიყო დამეძინა. რაღაც ახალია საჭირო. ხო ან არაფერი ახალი აღარ იყო რა მაგის თქმა მინდა. არ ვიცი წიგნზე მოკლედ მე მაინც არ ვინებდი იმიტომ რომ წიგნი просто შევუწოდ ნაკლებ ადამიანს წაიკითხო. ეგ იქ. უნებრივია, იმიტომ რომ ეხლა აიღე მაგალითად მე-19 წარმოიდე ცხოვრობ მე-19 იქაც ცოტა კითხულობდა სხვა შორის. ხო და მე მაგას ვთქვი რატო კითხულობდა ოღონდ ცოტა. ნუ საშუალება არ განათლება არის, განათლება, ამ დონის განათლება რო ყოფილი ხდება წიგს წაიკითხო. კი. ხამე რა უნდა გეკეთებინა, წამინე შუქი არ არსებობს, არაფერი არ არსებობს, ბარი და კლუბი არ არსებობს, სოციალური ქსელი არ არსებობს, ყველა წიგს თავადების და ნუ მე-19-ში არა კიდევ თავადების გარდა და სამმართველობის უფლება არ ქონდათ მაგრამ რა. მაგას ვამბობ, ეხა იმის ხარჯზე გაიზარდა რომ ზოგადად საშუალო სტატისტიკურად წერა-კითხვა ისწავლა ადამიანმა, თორე მოკლედ მაინც ჩემი აზრით რაღაც ზონაში შენში. მიხარია რომ მაგნატიში ოპტიმისტურად ხარ, შენ უფრო მეტი გესმის და გიჯერებ და რაღაცა მეც უფრო მეტნიერად დავიძინებ დღეს. მაგრამ ხე ხო, შემოწდები, მაგრამ ოპტიმისტოდ ვარ, კი, შედარებით ვარ. და ბოლოსკე რო გავიდეთ, აი შენ რა გეგმები გაქვს ამ მიმართულებებით, შენ გავიგეთო წიგს იმაშვები, ოდის ველოდოთ მაგ წიგს. წიგნი რეალურად ეხა არის ასეთი პროცესია რა, წიგს რო წერ, ანუ თავიდან გეწელება ეს პროცესი, იმიტომ რომ თუ ის ფუფუნება არ გაქვს, რომ მარტო მწერალი იყო, ხო და ეგ ფუფუნება საქართველოში არ აქვს საერთოდ, რაც არ უნდა ისეთ თემაზე წერდე, პოპსა თემაზე წერდე, სურო პოპსა თემაზე წერდე და სურო ყველგან გეყიდებოდეს, შეუძლებელია ქართულ ბაზარზე მწერალმა მილიონერი გახდეს. მილიონერი რა, ვერიცხო. აი, რავი, ავიღოთ მაგალითად ანუ რავი, ტურაშვილი. პოპსა თემაზე წერს. ყველა შეუძლია ტურაშვილი წაიკითხოს. რა დაწყებული ბავშვით, მუსით, შუასახნის, ამ და ნუ ეს გადაეთქმა რომ ბევრი შეიძლება გაიყიდოს. ხო, და ენაც მის ისეთია რომ ყველა შეუძლია წაიკითხოს, ანუ წყალივით მიაქვსოთ როგორც სიტყვია. რა და ეხლა ტურაშვილს არ შეუძლია ფინანსურად ადგეს და მით იცხოვროს. ანუ საქართველოს ბაზარია იმდენად პატარა, რომ რამდენი წიგნიც უნდა გაყიდო, აი ხა შიდა იმაზე რომ ვისაუბრე, გამომცემლობაში მივშავიამე და თან რომ გამომიცია წიგნები, ვიცი 2000 წიგს თუ კიდი ტირაჟი საქართველოში. ბესტსელერი ხარ. ნორმალურად ხო, აი თითქმის ბესტსელერი ხარ, წარმოიდგინე. ხა ტურაშვილი მეც გაყიდი, შეიძლება 10000 გაყიდოს, მაგრამ 2000-ით რო იცვლები რომ აი შედგა და ყოჩაღდა, კაი პრემიერა იყო რა 2000 იქიდან რა თანხა ხდება, მაგაზე აღარ მინდა ლაპარაკი. ხო, ხო. მიზერული, ამიტომ წერალი, ამიტომ უნდა გააღწიო რა და ამით იმის თქმა მინდა რომ მე რო ეხა დავჯდე, შემეძლოს იმის ფუფუნება მქონდეს და როგორც სამსახურის საქმეს ვაკეთებ, რა ვიცი, მე 2-3 თვე და რა 60-ში ადამიანი იქს დაწერა. მაგრამ საქართველოში ამ რეალობაში სადაც 1000 პროექტს აკეთებ, ინტერესებიც გაქვს, რა პირად ცხოვრებაც გაქვს, ხო? და რა ვიცი, ეწელება რა ძალიან და ნუ საბოლოო ჯამში გამოგდის 3 წელი. მე არის ყველაზე ისეთი პროცესი ხოლმე, რომ მე უნდა გადაამუშავო. ანუ მე სუმშურს 3 წლის თავზე გადაუარო ახლა მე სუმშურს ისეთი ადამიანების, ვისაც აქვთ ფუფუნება, ავიც უცხოეთში რაღაც წერილებს, რომელსაც
შეუძლია რომ 2-3 თვე წარმოიდგინე მიუწვდოს ამას და შიგნით იცხოვროს. კაცო შეიძლება მე 2 წელი წიგნი აღარც დაწეროს, მაგრამ 3 თვე შეუძლია რომ ეკაკეთოს და რომ ბრუნდება უკან მე ანუ იქვეა და აქ შენ იმდენი აზრი გაქვს თავში, შენი სამსახური, შენი პროექტი, შენი ინტერესი ის და ეს არის რაღაცა კვირაში 1 დღე წერ, რა 2 დღე წერ მაქსიმუმ რა და იმის თქმა მინდოდა რომ ეხა რეალურად რაც არის რომ გავედი ბოლოში როგორც იქნა 3 წლის მერე და ეხა არის აი გაცოცხლების პროცესი რომ პერსონაჟებმა მაგალითად არ დაკარგონ ერთმანეთში კონტროლი, იმიტომ რომ შენ რო რა ვიცი მე 3 წლის წინ პერსონაჟს ათქმევინე პირობითად თეთრი ფერი უყვარდა შემდეგ 3 წლის მერე წერ შეიძლება სადღაც გაპარულია რომ იმას რა ყვითელი ფერი უყვარს ვიღაცას ეხლა ბანალური მაგალითად აი ამის გასუფთავება ამის კონტროლი და შენ რო დაკარგო კითხველი არ დაკარგავს მაგას იმიტომ რომ მისთვის ერთი დღე იქნება ან ერთი კვირა ხო რა თქმა უნდა ის ეგრევე დაინახავს და ეგეთი ფეილი ეხა წიგნში რო გაქვს რავი ანუ ცირცხვილია და ხო და აი ეხა მაგ პროცესში ვარო აი ეს გადავხედო თავიდან გავიარო თავიდან ბოლომდე შევკრა და ნუ მე იწყება ხოლმე რაღაც გამოცემის პროცესი ხო ეს სტანდარტული გაგზავნა მე ეს გამოცემობა რაღაცა მარკეტინგი თვითონ იმის და იმედი მაქვს რომ წლის ბოლოს ამ წლის ბოლოს. კი. და აი გაღწევა ახსენეთ ეგან და რაღაც ინგლისურად წერ თუ გაქვს გეგმაში რომ ქართულად. გითარგმნია რომელიმე წიგნი თუ თვითონ გამომცემლობა მითარგმნა პირველი წლის რაღაცა ეპიზოდები, იმიტომ რომ თვითონ სულაკაურს გაქონდა გააქვს ხოლმე და საერთაშორისო ბაზარზე აცნობს. მაგრამ საქართველოში სამეცნიერო ფანტასტიკა პირველი დებიუტით შენ სულაკაურმა პირობითად მე ქართულ გამოცემლობა გაგყიდოს არის მეტაფიზიკა ჩათვალე, იმიტომ რომ ჯერ ვაფშე ამ ჟანრში ვინმე აღწერს საერთოდ ეს წამო. და ეგ არის რაღაც აი ძალიან პროვინციალიზმი არ ქვია მაგას, მაგრამ აი როგორ რომანტიზირებული შეხედულება არის ქართულ ლიტერატურაზე მაგალითად ევროპაში, რა. იმიტომ რომ ვიღაცა ბიძარო შედის გერმანელი, ფრანგი, რაღაცა ფრანგეთში რაღაც. საქართველოსი თუ დაინტერესდა რაღაც გავიღვინო რაღაცა და რა დაწერეს თბილისის ცხოვრებაზე ისტორია. იქ რო ხედავს რომ ვიღაცა ქართველმა ამ ვიღაცა ბჭყალებში სოფლიდან სადღაც დაწერა AI-ზე მოიცა პონტია. აი როგორ აი ცუდად წარმოიდგინე წახვედი სვანეთში რა. ძალიან ცუდი მაგალითია შეიძლება, მაგრამ ეგრე. აი ვიღაც სტანდარტული ტიპი წავიდა სვანეთში და იქ ახლა რასეულდები რომ ვიღაც სვანი ჩამოვა და გეტყვის AI-ზე რა ხდება. აეულდები რომ ვიღაც კაცი მოვა სვანური ქუდით მოგიყვება ადგილობრივი ისტორიას და რაღაცა წამოიღება. გლობალურ დონეზე ეგეთ წარმოდგენა აქვს ჩვენზე ხო ხვდები რომ საქმე ეხება ფილმს, ლიტერატურას. აი ძალიან რთულია რომ შენ ანუ აი სვანმა კაცმა უცებ მოვიდეს და გაგაგიჟოს რა, რომ გელაპარაკოს და შენ როგორი აქვს ტექნოლოგიას გაინტერესებს, უცებ ისეთ რაღაცები გითხრას, ამან რომ ვაუ თქვა რა და ჩახვიდე თბილისში და მოყვე რომ ვიღაც სვანმა კაცმა გაგაგიჟა, შენზე მეტი იცოდა მაგალითად რა ვიცი მომავალზე, ხო და აი ეგეთი ძალიან რთულია რომ შენ აქედან გააღწიო, მაგრამ ნუ მე ვცდილობ ხოლმე შემთხვევაში. დიდი იმედი მაქვს რომ შევძლებ. ხო და ნუ ამ პროცესში ვარ და დარჩენი აი next-ს ვიტყვი ალბათ ერთ-ერთ სიტყვას, იმიტომ რომ ხო next-ი არის რეალურად რაღაცა სამეცნიერო მედია, რომელიც ერთადერთია, რომელიც ცდილობს რომ ეს მიმართულება მათ შორის პოდკასტების სერია, წერა ამ ჩემი ახსენე, მაგრამ ეგეც ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ხშირად ყველა შეიძლება არ მქონდეს თანახი, მაგრამ ხშირად გიყურებ ხოლმე თან ისეთი ადამიანები გყავს, რომელიც ერთი ესე უხეშად შეიძლება თქვა, მაგრამ საზოგადოებაში არც ისეთ ცნობილები არიან, ანუ ტელევიზიებში ყოველდღე არ დადიან და თვალში არ ხვდებიან, მაგრამ ვინც ცოტა ამ სიღრმეებში ერქვა, იქ რა თქმა უნდა საპატივცემლო და ძალიან მაგარი ადამიანები, მაგარი სახელები და ამავდროულად რა და მე ახლა ვისთან შეხება მქონია, რაღაცა ჩემთვის ძალიან მოხარული ვარ ხოლმე ყოველ შემთხვევაში რომ ხედავ შენთან და იმის იქითაც კიდე ვინც მე არ ვიცოდი პირობითად შენი პოდკასტებიდან ძალიან ბევრი გავიცანი და ძალიან ნასიამოვნები დავრჩი ამ საუბრს ყოველ შემთხვევაში. ეგ მიხარია სხვათა შორის, მიხარია რომ მაგას მომნები და ისიც მიხარია ჩემს რესპონდენტებს ვთქვამთ რომ აი მაგალითად გიორგი ჯავახიშვილი რომელიც ილიას უნივერსიტეტის პროფესორია და ისე დაფასებული ადამიანია, ეხლა მთვარის ამბავზე ყავდა ჩვენ და რა ვიცი ხა ჯავახიშვილი გიორგი ყველამდე იცოდეს ისეც, მაგრამ გია მითხრა რომ აი პოდკასტის მერეო სულ მეძახია რომ იმეებშიო რა ეთერებშიო და ნუ ძალიან გამიხარდა რა და მეორე მხრივ კიდე ძალიან სამწუხაროა რომ რავი ეხლა ჩემ პოდკასტი რასაჭირო იყო რომ გაიგოთ რომ მაგალითად გია ისეც უნდა მიიწვიონ აქტიურად ხო გიასთან მეც ხოდა ისა ქვია ჩაწერის სამბავი სხვა შორის არა უბრალოდ მინდოდა შეუთანხმე მე მაგმომენტში დაიდო შელი მე კიდე ერთი დაიდო და მეთქი მოდი მე მითხა მირეკავე ყოველდღე რა ხდებაო კაცო სად ჩავეწერეო შენთან ესეთიო და ხო და ეხლა შევთანხმდი და შემდეგ ამბავს დაველოდებით იმიტომ რომ უკვე მოიღო ყველაფერი რაც სათქმელი იყო და გასახილველი იყო ახილული არის უყურე ვისაც მაგალითად ეხლა ეს ბოლო ახლა გია ვახსენეთ რაღაცა მთვარის ეს ამ ვიზიტთან დაკავშირებით გაინტერესებს შეგიძლიათ გადახვიდეთ Next on G-ს პოდკასტზე გია ჯავახიშვილი
მოусმინოთ მე ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო. მე რაც კითხვა შეიძლება დამბადებოდა და მეკითხა, ყველაფერი უფრო მეტი დაჟე ჩაშლილად. ხო, იყო ყველაფერი და განხილული. ხო და აი რო ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ეს თემები გახდეს აქტუალური ჩვენთან, იმიტომ რომ კიდე მეორე პრობლემა რა არის? მე ეგრე მგონია რომ ადამიანები ვისაც ეს თემები აინტერესებთ, მათ იციან უცხოენა ძირითადად კარგად და მათ ტვინში შეიძლება არასოცირდება რომ აი ვიღაცამ ხარისხენად შეიძლება ეგ შესთავაზოს, რომ გინდაც ელაპარაკოს ამ მიმართულებით და პირობითად სხვა ჩენელებზია შემჯდარი და უყურებს ინგლისურად, ხო, ვიღაცა შეიძლება რუსულადაც უყურებს, ხო და აი ამის დანერგვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის შერასაკეთებ ეგაა ძალიან კაი და რეალურად ერთ რაღაცაში ვტრიალებთ რა, რომ ადამიანები რომ აი რენდომად YouTube-ზე ამოუხტება ეხა ჩემი ვიდეო, შენი ვიდეო თუ რაღაცა, რომ ორი სიტყვა მოგისმინოს და ვა, თქვას რომ ანუ რაღაც პონჩი რაღაც ესენიც ფიქრობენ რა იმაზე და აუ ეხა იმის პარალელურად იმას გადავაგდებ მაგალითად ვიღაცას რო უსმენ ხო ინგლისურად აა ამასაც მოусმენ კი თან პოდკასტი გაძლევს მაგის საშუალებას და თან აი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ამ მიმართულებით რა სამწუხაროდ ცოტა რაღაც ხდება და აი წაღლა ქართულ ახმაზეც არის რა რომ რაღაც მომენტში არ ვიცი რატო არის რომ მაგალითად პირობითად რა ვიცი უცხოელს რომ მოусმინო უფრო პრესტიჟული მგონია, ვიდრე ისო ქართულსო ჩვენიას რა, რომელსაც შეიძლება 1000-ჯერ მეტი იცის იმ ადამიანმა, უფრო მეტი აქვს ნაცხოვრები, ნაკლები, გაკეთებულიც, მაგრამ ის ვიღაც ამერიკელი რო ლაპარაკობს, ეხა სიტყვაზე ვიზახი ბჭყალებში ან სხვა ნებისმიერი, ის არის მართალი რა. და უფრო მაგალითს გეტყვი, ხა მე რადგან ამ მედიაში ვარ და ვხედავ, აი მაგალითად ძალიან ბევრჯერ მომხდარა ეგეთი რაღაც, რომ აი რაღაცა მნიშვნელოვანი ნიუსია რა. დაგვიდია პირველს ჩვენ next და აი ვიცი რა, ანუ აი ვიცი რომ ის ადამიანი რაღაცა უნახავს ჩვენთან, ჩვენ ჯგუფზე და აი დაუდია. ხედავ რომ დებს აი რაღაცა ინგლისური იმიდან, წყაროდან რა, პირობითად აი რაც იმინა დავდეთ, რაღაც და ეს აზიარებს ინგლისურიდან, იმიტომ რომ არაკულარი ეხა რომ რაღაცა ქართული სათაური და აზიარებ პირობითად რაღაცა ეს ინგლისურად წერა ხო იყო მოლდაში რაღაც მომენტში რა. ადრე იყო რუსული, თავადები რუსული ხო და აი ეგ ბევრჯერ შემხვედრია რა. მათ შორის შემხვედრია ქართულ ამბავზე, რავი, ეხა იყო თავარი ამბავი ჰაიპი იყო რომ აი ეს პურისის რო აღმოაჩინეს რომ შეიძლება საქართველოში წარმოქმნილიყო რა ეს ხორბალი და ხო ნახე ეგ რავი იქ ყველამ და თავარი წყარო დაიდო საერთაშორისო იმაზე მაგრამ ქართულმა მედიებმა National Geographic-მა ჩვენც რაღაცა და აი ჩემი ნაცნობები იმას კი არ ვამბობ რომ აი ვიღაც უცხოზე არა თავარ წყაროდან კი არა კაცო სადღაც ვიღაცამ რო გადათარგმნა ის და იმას რო აზიარებენ როცა აქეთ ქართულად National Geographic-მა დადო თვითონ მუზეუმმა დადო ამისის ჩვენ დავდეთ და ეგ ტენდენცია არის, მაგრამ ეგ მეორე იმათ ბრალიც არ არის რა. ეგ იმის ბრალია რომ არ არის ადამიანი მიჩვეული რაღაც ხარისხიანად კეთდება ეს საქართველოში რა და აი ეგ მაგას თუ შევცვლით მე მგონი აღარ იზამენ. რა გვჭირს ამ ქართველებს? არ ვიცი. აი ხაი სამეცნიერო ფანტასტიკაზე რო ვილაპარაკეთ. სამეცნიერო ფანტასტიკა საქართველოში არ არსებობს. ანუ ეგ ხო პირდაპირ კავშირში აი ვინიცის რომ არსებობს პირობითად რა საქართველოს საქართველოს სამეცნიერო ფანტასტიკა არც არსებულა ანუ მე რომ შე რომ ნახო ეხა ვიღაცები ეგეთი ჩართულანი არის ადამიანი რომელმაც მოიკვლია საბჭოთა ესე ვთქვათ სამეცნიერო ფანტასტიკაში ქართული და აი რაღაც კინკილ რაღაცები ვიპოვეთ ქეთი მსხვაჭერს ძალიან კარგი წიგნის გამოს ამაზე კრებული ჯერ წამ დავიკითხო უცებად საბჭოთა ქართველი წერილები როდესაც წერენ sci-fi-ის მოთხრობებია ზოგადად აი ქალისარკეში ერთი მახსენდება აბაშელი წიგნი და დაჩენ მოთხრობებია და მე რო შეხედო უცნაურია რატო უცნაური საბჭოთა კავშირი ხო არ იყო რაღაცა ჩამორჩენილი ტექნოლოგიურად არ იყო ხო რა ვიცი ბოლო ადამიანები თვალეს გაიყვანა თვალეს შეშედა კოსმოსში გაიყვანა პირველი ხო და რა ვიცი მე სოფლიოს აზანზარებდა და აქ არ იყო უცხო კოსმოსი არ იყო უცხო ჩვენთან მაინც არავინ არ წერდა ანუ მიუხედავად იმისა რომ ვიყავით ამის ნაწილი და ქვეყანა იყო ხო საბჭოთა კავშირი ქვეყანა იყო არ ამბობდი სხვა რაღაც ჩვენ მაინც არ წერდით ანუ ამ ჟანრს მაინც ეს რაღაცა იმას ნიშნავს რომ ჩვენი აღქმა არ იყო რომ ანუ ჩვენ მაინც ალბათ პური და ყველი და ხაჭაპური ვიყავით მაინც რა და ეგ ხო გამოყვადა ეგ პირდაპირ კავშირშია ტიპს რომ არა გაქვს სამეცნიერო ფანტასტიკა ეგ იმაშენს რომ არ არის ამ ქვეყანაში ამის კი არ არიან ადამიანები ვინც განან და ოცნებობენ ამაზე თუ ამაზე არ ოცნებობ მე არც მეცნიერი არ გამოვა კულტურის ნაწილია ან ოცნებობ ან საჭიროებების მოძრაობა გაქვს მოთხოვნა და მაგიტო არის ყველა სიმღერა ფილმი დალევაზე სოლის მოყვანაზე ქორწილზე რაღაცა ანიმაციების მათ შორის ხირთ ყველაფერი აბსოლუტურად არის KP სოფლის შენებას რა უნდა ხო ხდება ყველა სიმღერა ჭამა KP რაღაცა გულაობა ეგ პირდაპირ დაკავშირებული შენ თუ არ ყავს ადამიანები ვინც ოცნებობენ მომავალზე შენ არ ყავს ადამიანი ვინც ამ მომავალს ქმნის ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ამ ქვეყანაში თუ გაჩნდებიან ადამიანები რომლებიც მომავალს ქმნიან
აუცილებლად პოპულარული იქნება აქ ეს ჟანრი და უამრავი ადამიანი დაწერს ამ ჟანრს. არავინ არ წერს. თქმის რა ვიში თუ ვინმე წერს და მე არ ვიცი. ხო თუ იცით დაწერეთ და რა მეტი დაწერეთ, რომ გამიხარდეთ. კომენტარებში დავაფიქსირეთ, რაც თავარია. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეგ ჩემთვის არის ყველაზე რაც მტკივა. ზოგადად ამ ქვეყანას დაკავშირებით, რომ ანუ ამ ქვეყანაში მომავალზე ნაკლებად ვფიქრობ. ხო, მომავალზე სუბსაბჭამ არის ხოლმე დღეს. საბოლოო ჯამში რაღაცა პოზიტიურად რო დავასრულოთ, გვეშველება რავი ბოლოს. ალბათ გვეშველება. ჩვენ ქართველებს ადამიანს. ხო, აი ძალიან კაი კითხვა არის და ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მოვიდი. იგივე შემდეგ ეპიზოდში გააკეთებთ. შემდეგ ეპიზოდში თუ მოთხოვნა იქნება, აუცილებლად შემდეგ ეპიზოდს გავაკეთებთ. ამ კითხვით დავიწყებთ მოკლედ თემას. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მგონია რომ კიდე ბევრ რაღაცაზე შეიძლება შეხება, მაგრამ ნახოთ რა დავიტოვოთ რაღაცები სალაპარაკოთ, ბევრი რაღაც მოხდება, წლის განმავლობაში კაი რაღაცები და გაგმილი მე უფრო შემდეგ წელს ველოდები, წელს უკვე რაღაცები უკვე იცი პროგნოზები რა შეიძლება იყოს და არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მომავალ წლის დაწყისი ნახოთ რაღაც საინტერესო რაღაცები შეიძლება დეკემბრიდან რაღაცა გამოჩნდეს და მოკლედ აქ ვართ გიზიარებთ ინფორმაციებს, მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებზე, სხვა საინტერესო სიახლეებს, ამიტომ გამოიწერეთ მეგობრებო ჩვენი არხები Nexon-G-ის პოდკასტზე და დათოს ყველა ასე ვთქვათ ინფორმაცია, საინფორმაციო ვეილი იქნება აღწერაში, გამოიწერეთ, გადადით, გაეცანით გადააშიარეთ ხოლმე ხანდახან. იმიტომ წინაზე თუ ატომს ვთქმევინე, რომ ისე მაინც გამოიწერეთ, ხო? რომ ვიღაცა რო გეტყვის, აბა რას უსმენო. აი რაღაცა კარგი აჩვენო და რაღაცა ის არ ქონდეს რა, კრინჯობები, ესე ახალი და. აი სხვათა შორის, აი კიდე ცალკე ბოლო ეს სიტყვას ჩავამატებ, რომ აი კულტურა ცალკე სხვა მე არ მქონდა, მაგალითად, მან სანამ მე თვითონ არ დავიწყე ისეთი კონტენტი შექმნა, რომ გამოწერე კი არა, ლაიქიც არ მქონდა. ანუ აი რაღაცა მომეწონებოდა და არც კი ლაიქებდი. ეგ შეიძლება ბევრსავ და მე რომ მე თვითონ დავიწყე რაღაც კონტენტის შექმნა და უკვე მივხვდი რომ ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე შეიძლება ვაკეთო, მაგრამ თუ ვიღაც არ ლაიქებს, არ ამოუგდებს ხო ადამიანებსა და მე მივხვდი და ეხა აი რაღაც მომეწონება ეგრევე ვიწერ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მეც მქონდა ეგ და ერთ-ერთ ეპიზოდში ვახსენე. ოღონდ ეგ ძალიან სამ კონტენტს დავიწყე, მანამდე გავიაზრე ეგ ამბავი რომ ხალხი რამდენ შრომობს რა აქ რა. ხო და მე რო დავიწყე რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად გავითავისე და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ხანდახან მგონია რომ დაულაიქო, არ იფიქროს რომ მომეწონა რაღაცა, ანუ ხო რაღაც ეგოს ამბავიც არ ვიცი რა ყველაფერი. ხა მე ჩემ თავზე ვიძახი მეგობრებო, თქვენ რაღაც პირადად არ მიიღოთ, მაგრამ იქ დაფიქრდით, იქნებ ეგ არის. იქნებ. კაი. დაგეშნოვეთ ამისოდით, მომავალ შეხვედრამდე.